სამშვიდობის ეთერშია ბურთი და მოედანი დღეს პარასკევია საღამო და ამიტომ ვიკრიბებით ამ სტუდიაში ტრადიციულად წამყვანები ბიძინა ბარათაშვილი, ლევან საულქაძე და ვაშა სილაგავა ვიქნებით თქვენთან ერთად დაგვიბრუნდა ბიძინა შტაბ-ეჭდილებებით და მაგაზე მე სხვა დროს ალბათ ერთ გადაცემასაც დაუთმობ და ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ამის არგენტინაში ყოფნა ეს ცალკე ისტორია. დღეს სხვა თემა გვაქვს ძალიან სასიხარულო, არის ხანდახან ესეთი დღეები, რომ მოგვიხარია აქ ამ გადაცემაში, იმიტომ რომ პრობლემების გარდა საბედნიეროდ ქართულ ფეხბურთში არის ესეთი სასიხარულო დღეები და ერთ-ერთი ესეთი დღე გვაქვს ახლა. შეიძლება ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდიც ამაზე ჩვენ ვილაპარაკებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. ირაკლი მეძმარიაშვილი და გელაცინაძე იქნებიან ჩვენთან ერთად. ჩვენი დიდი ხნის მეგობრები არიან, სპორტის დიდი გულშემატკივრები, ფეხბურთის კარგი მცოდნეები და რაც მთავარია, მე რაც ყველაზე მეტად ვახარს, ნუ ეხა ირაკლი ვეტერანი ხელბურთელია და ხელბურთის დიდი მოყვარული, გელა ცინაძე თამაში არ არის, რო არ მომწეროს ხელბურთზე კომენტარები და თავისი აზრები და ძალიან მიხარია ეს ამბავი. ხო, განსაკუთრებით ქალთა ხელბურთშია ჩართული ასე. შემირჩიე ჯობია. ხო, ასე რომ მოკლედ ამ ხალხთან ერთად ვილაპარაკებთ ალბათ ფეხბურთზე და რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს ისეთი სასიხარულო ამბავი, რომ ყავს ფეხბურთელი, რომლითაც ვამაყობთ, რომლის ყურებაც გვიხარია, ვართ ბედნიერები რომ ხედავთ მოედანს და ისიც უმატებს და უმატებს ამ ჩვენ სიხარულს, გვახარებს და გვახარებს. არის უკვე საუბარი ამაზეც იქნება, მე და ბიძინაც იმ დღეს საუბრობდით, საუკეთესო ფეხბურთელი ყველა დროის საქართველოსი გაჩნდა უკვე ეს ვერსია რომ არის კვარაცხელია, ყავს მომხრეები, ყავს მოწინააღმდეგეები, მაგრამ მე შესაძლოა ერთი რამ მინდა ვთქვა. ბოლო დროს ხშირად დაგვიწუწუნია, რომ ფეხბურთი ის აღარ არის, მე რა დავიწუწუნე, გულიტიც კი ამბობს, რომ ვეღარ უყურებს ფეხბურთებს, იმიტომ რომ კარგი აფიშის მიუხედავად მოთამაშეები მოედანზე გამოდიან, იმიტომ რომ რაც შეიძლება მეტი კუთხური და აუტი მოიპოვონ და ეს არ არის ფეხბურთიო. აი გუშირო ფეხბურთი, გუშიწირო ფეხბურთი ნახეთ ჩვენ პარი სენ-ჟერმენი ბაიერნის დაპირისპირება, ეს არის არა მარტო ფეხბურთი და სპორტი, ეს არის კაცობრიობის რაღაც მიღწევა, რომელიც ვოიაჯერი 77-ში ხო რომ გაუშვეს და იქ უცხო პლანეტელებისთვის ჩადეს კაცობრიობის რაღაც მიღწევა, მათ შორის ჩვენ და სასიხელო ჩავკრულოთ და საამაყოთ. აი ამ თამაშს ჩადებდი იქ და გააგზავნიდი რომ ვიღაცა რომ დაინახავ და შეხედავ და თურმე განვითარებული შეხედავ და ცოლები არ ყოლიათ თვითონ. ხო და ცოლები არ ყოლიათ, უნდა ვასწავლოთ. ხო. მოკლედ აი ესეთი ამბავი იყო, ესეთი კარგი თამაში ვიხილეთ და ამიტომ გვიყვარს ფეხბურთი. ეს იყო თამაში რისთვისაც ჩვენ ფეხბურთი შეგვიყვარდა, რისთვისაც ჩვენ თვითონაც ვითამაშია ფეხბურთი და ეზოში ყველა ჩავსულვართ და ის რისი გაკეთება ჩვენ ეზოში გვინდოდა და რატომაც ჩავდივით, გააკეთეს ეგერ მხოლოდ შეტევა, მხოლოდ გოლების გატანა, სირბილი, ტემპი, კაცის მოტყუება და არც ერთი ეს უკან პასი და რაღაც იმის არა უკან მაგ შემთხვევაში მაგ პასი უკან არ უნდა იცი, იმიტომ რომ მე კაცს მეკარეს ხა ხო. სირა ვიზიარებ აბსოლუტურად ამ განწყობას, მე ძალიან ვისიამოვნე, ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე და აი გამახსენდა პანტიანში რომ დავდიოდით ფეხბურთს საყურებლად, აი იქ ასეთი მატჩები ყველაზე უფრო მეტად გამახსოვდებოდა, როცა ძალიან ბევრი გოლი გადიოდა და მართლა გოლის ანახავად მიდიხარ სტადიონზე ხო და არა იმის რომ ხა ვთქვათ ჭადრაკის თამაში თუ გინდა, მაშინ გეროზე ბაშონი წახვიდე და იქ უყურო იმას რა ქვია. გარჩევ და ჭადრაკის და გარჩევი ჩვენ არხზეც არის მშვენიერი გადაცემა და მე მინდა ამიტომ ვისარგებლო შემთხვევით და 85 წელი უსრულდება ქალბატონო გაფრინდაშვილს და ყველა ჩვენთაგან სახელით მინდა მივულოცო, იმიტომ რომ ის ჩვენი გადაცემის მაყურებელიც არის, ფეხბურთი ჩვენზე უკეთესად იცის. ამ სტუდიაშიც ნამყოფია და მეტად ნამდვილად და მე ვიცი რომ ისიც ძალიან ნასიამოვნები და გახარებული იქნება იმითი, რაც ყველა ჩვენთაგანმა ვნახეთ. ერთი კია რომ რამდენჯერმე წავიკითხე კიდევ ახლა სოციალურ ქსელებში და ამასაც ვერსად ვერ გაიქცევი რომ ძალიან ბევრი გოლი გავიდა. მე ძალიან ვიხალისე და გამეხარდა ამ გოლების ხილვა, მაგრამ ისიც არის რომ იცი რა ძალიან მაღალი კლასის მცველები ქვიათ ამ
და არიან კიდევაც ეს ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე ვიხილეთ, ორი მეკარე, ну კაი შეიძლება საფონოვი არ იყოს ჯერ თქვათ ესეთი რანგის თქვათ როგორც არის ნოიერი, მაგრამ ეხლა ნოიერს როცა სეივი არა აქვს თამაში საერთოდ და თქვათ ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე ლაპარაკობდით, აქ სანამ შემოვიდოდით და ამ ორივე გუნდის მცველების სრული შემადგენლობა მიდის მსოფლიო ჩემპიონატზე და თავიანთი გუნდების კაპიტნები არიან. ხო, იგივე მარკინიოსი აგერ არის გელა, ცოტა შეშფოთებული უნდა იყოს ბრაზილიის ესენით რა ქვია, ამ კაცზე თუ არის დამოკიდებული. მაგრამ რას ვამბეცი, ძალიან კარგია ყველაფერი, მაგრამ ამ კლასის მატჩში 9 გოლი არ არის დამაფიქრებელი ცოტა. აი ეს მინდა ვიკითხო, თორე მე ყველაზე მეტად რამას გამახარა ის არის, რაც რითიც შენ დაიწყე. ჩვენ ყავს ფეხბურთელი, რომელიც აი ამ რანგის თამაშებში ქმნის განსხვავებას. ეს ასეთი რამ არ ყოფილა, მოდი ვთქვათ, ეხლა არ ყოფილა რაღაცა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო. ხო, იმიტომ რომ ჩვენ არ ყოლია იმ დინამოს, ვისაც და იმ ფეხბურთელებს, ვისაც ვადარებთ ჩვენ ხვიჩას და მართლაც ვთანხმდებით, რომ თუ საუკეთესო არა, ტოპ ერთ-ერთი საუკეთესო მაინც არის ისტორიაში საერთოდ ქართული ფეხბურთის. ნუ იმ დანარჩენებს ახლა ესე მთლად ზუსტ პარალელებს ვერ გავალებ, იმიტომ რომ იმათ არ უთამაშია თქვათ ამ რანგის ტოპ კლუბებში. ყავდა კალაძე, მაგრამ ის თავისი ამპლუით იყო მცველი და ამხელა ფუნქცია იმ მილანში ახლა რა დასამალია და არ ქონია მას. ის არ ყოფილა ახლა ფეხბურთელი, რომელზეც იყო დამოკიდებული მაგრამ თუმცა ტიტულებით ჯერჯერობით კი ბატონო, ტიტულებით კი, მაგრამ ერთ-ერთი სეზონი თამაშა და იმდენ რაღაცა მოიგო, რამდენიც მე მგონი არ მოუგია საერთოდ საქართველოში არავის და ნახე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ჩემპიონთა ლიგის, ხო? და წინა ის რა ქვია გათამაშების ფინალში გოლი გაიტარა და პირადად მოაგებინა გუნდს მე კი არ ვინმეს დაგინება კი არ მინდა მაგრამ ეხა ესეთ შედეგი არ ქონია არავის და პლუს აგერ კიდე დიდი შანსია რომ მეორესაც გავიდეს იმ ფინალში და თუ გავიდე მე ვერ ხედავ რომ იქითა წვილიდან რომელიმე ამის ეს იყოს რა ქვია მონგები ან გამჩერებელი არ ვიცი ну ეხა ეს ხო იცი ესეთი პროგნოზები არ არის ესეთი ან ერთის და ან მეორეს ხო ну პროგნოზები არ არის საერთოდ პელე ვერ აღწამდა და რა მე უნდა პროგნოზებში პელე ყველა სფეროში საქმე არის პროგნოზი გეუბნები იცი ესეთი ფეხბურთელი ჩემი აზრით ჩვენ არ ყოლია იმიტომ რომ მე ჩემი თავი რაზე დავიჭირე და რამ გამაგვირა მე უყურებ კვარაცხელიას არა იმიტომ რომ ის არის ქართველი აღარ უყურებ პირველი თამაშები როცა თქვა რუბინში იყო ის თუ იგივე ნაპოლიში იყო მე უყურებდი იმ მატჩებს იმიტომ რომ იქ იყო კვარაცხელია ქართველი და ჩემიანი ის ისევ დარჩა რა თქმა უნდა ამაზე არ არის საუბარი ეს მომენტი შენარჩუნებულია დღეს მე უყურებ კვარაცხელიას არა იმიტომ რომ ის არის ქართველი ფეხბურთელი არამედ რომ ის არის სოფლიო მასშტაბის სუპერვარსკვლავი აი როგორც დავდიოდით და უყურებდით მატჩებს მარადონას, პლატინის, ბოლო პერიოდში რონალდოს, მესის თუ აი ტოპ ზიდანის გამო რონალდოზე უკვე აღარ დავდიოდით ერთსად. ხო, ანუ რა ვიცი, საერთოდ მეზობელ თამაშებს დასრულებად გავსაუბრებთ. ხო, ანუ მე დღეს უყურებ თამაშებს აი ამ სუპერვარსკვლავის მე იმ დღეს რა ქვია საფრანგეთის ჩემპიონატში მაგრამ რაც გააკეთა მოძრაობა რაღაცა რითიც თან გამიზნულად ფინტი მასე რა ქვია მარცხენა ფრთაზე სადაც საერთოდ თავს აუბნია და მაშინ გაუშვა სადაც მაშინ სახში დააბრუნა ეს მცველები ესეთი რაღაცეები იმაზე რა ქვია YouTube-ზე და ადრე კასეტებზე ვაგროვებდით ასეთ მას და მე გადაცემებში ვაჩვენებდი. ამის შოულებრივი ამბავი გახდა, რომ ლივერპულთან რა გააკეთა თელ ლივერპული ათრია იმისავით რა ქვია, ხო? მოდი ჩვენ სტუმრებსაც ვიცით საშუალება ირაკლი აი ეს ემოციები, მოდი ჯერ უბრალოდ ემოციები. მე განვიხილოთ ის მომენტები საფეხბურთო თვალსაზრისით, ემოციები, აი რას განვიცდით ქართველი გულშემატკივრები რა ფაზაში შევედით ყოფილი ვართ ესეთი განწყობით ბოლო პერიოდში მე ხარ ვამბობ ძველი დინამოს და
დიდების პერიოდში, მაგრამ ეხა აი ბოლოს სულ რო გვიხარო და კი იქ კალაძე თქვით და მართლაც დიდ გუნდში იყო და ტიტულებით და საოცარ მილანში მოხვედრა ისი ადვილი არავის არ იყო, მაგრამ მაგას არ უნდა დავაქვს. და ხო, თანამედროვე ფეხბურთში ითვლებოდა რომ საქართველოსი ყველაზე ტიტულოვანი და წარმატებული ფეხბურთელი სრულიად დამსახურებად, მაგრამ მთელი მსოფლიო ასე არაულაპარაკებია თავისი ნიჭით, ხო ეგ არის, არა ამაზე გვაქვს საუბარი. შოთა არველაძე იყო წარმატებული, აიაქსი, რეინჯერსი, კარგი გუნდები, ყველაფერი გვიხარო და გვეამაყებოდა, კინკლაძე სიტიში დღემდე ლაპარაკობენ, ეხა ეგე მოუგეს იმას თამაში, რა ქვია, არსენალს და გამოვიდნენ და იმან კრაუჩმა დაუწერა კინკლაძეო იმაზე თავის Facebook-ზე და მოკედ რას ვამბობ, კი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ამან მე მგონი უფრო დიდ მასშტაბებზე აიყვანა. მოგესალმებით, კარგი ხანია თქვენთან არ ყოფილ ვარ. ერთი რამ მინდა თქვა, ლევან თქვენ რაც თქვით, კალაძეც, არველაძეც და კინკლაძეც აღიარებენ, რომ დღეს კვარაცხელი არის საქართველოს ერთ-ერთი დიდი ფეხბურთელია, მოკლედ ეს მის ადრეულ ასაკში ეს ბიჭი გახდა დიდი ფეხბურთელი. როგორც დავუშვათ, შეგვიძლია ვთქვათ ბეკაურზე, რომელიც ამ პატარა ასაკში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. ამიტომ განცდა იმისა, როცა შენ ფეხბურთს უყურებ და როცა შენიანი თამაშობს, კი, დავუშვათ თქვენ თქვით, რომ დავუშვათ ამას აღარ უყურებთ, როგორც ჩემს უყურებ, როგორც ვარსკვლავს, მაგრამ მაინც შენიანი არა, ბუნებრივია, ბუნებრივია, აქედან აბსოლუტურად გიცვლის შენ მიდგომას იმ წუთში, რაც არ უნდა დავუშვათ სიტყვაზე ბაიერნის გულშემატკივარი იყო, მაინც შენი გული აქეთ არის და ფიქრობ, რომ აი ნეტა კარგი რაღაცა გააკეთო და გააკეთებს. ბოლო თამაში ორ გადამწყვეტ მომენტში გატანილი გოლი, ლივერპულთან გატანილი გოლი, ეს ელემენტარულად ეს მარტო ეს სამი მომენტი, რომ შეკრიბო ადამიანზე და ფეხბურთელზე გიყალიბდება შტაბეჭილა იმისი, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ფეხბურთელი რა. აი მაგას ამბობს რა. ცოტა არაჩვეულებრივი ფეხბურთელია და ჩვენ ამით უნდა ვიამაყოთ და უნდა ვიყოთ ბედნიერები, რომ ყავს ესეთი ადამიანი. თუნდაც ნაკრების თამაშის დროს ბურთს რო იღებს, მთელი სტადიონი გუგუნებს და მისგან ელოდება რაღაც სასწაულებს რა. ხო და ეს ყველაფერი საერთოდ ამში ეს კრებითი გვაძლევს იმის თვისუფლებას, რომ ჩვენ ყავს კვარაცხელის სახით ერთ-ერთი დიდი ფეხბურთელი მსოფლიო დონის. ნამდვილად. კი, რა გქონდა? რა ემოციები გაქვს? ვეთანხმები ბიზნეს პირველ პერიოდში ჩვენ სუბიექტურად უყურებდით როგორც ჩვენიას და უფრო დადებითებს ხედავდით, ნუ აი ეს გააკეთა და ერთმანეთს უმტკიცებდით. ეხლა და ვიღაცებზე ვჩხუბობდით პასირატო არ მიცდა და აი სულთა ეგეთი. ეხლა უფრო ობიექტურად უყურებ და პირიქით იმდენ დადებითს ხედავთ, რომ იქნებ რაღაცა ნაკლი აქვს და ჩვენ და სასიხალოდ იმ ნაკლებს ცოტას და ცოტას ხედავთ და ალბათ ცოტა ხანში ხო, დაცვაში გაცილებით უკეთ თამაშობს ვიდრე ძალიან მაგარია, აი თვეში 6 თვეში ერთხელ, წელიწადში ერთხელ თქვა შეხვედრები რო იყოს, უფრო და უფრო აღმატებულად შეგვიძლია ვილაპარაკოთ და ამბიც საიდან აქვს ან ამდენი ენერგია. ეხლა დაიღალავ და გამოცვალავ, მაგრამ 72 წუთის მერე არც ერთ ფეხი აღარ გაუნძლებია. არა, დაღლის გამო არა. მე გავცელდა ინფორმაცია რაღაც დისკომფორტი იგზნო და აღარ გარისკა ეხლა ლუიცი. კი, მაგრამ დანარჩენები მაგის მერე გეთანხმები. ფაქტიურად თამაში აღარ ქონდა. ამხანაგური რო ყოფილიყო, უნდა დაემთავრებინა. აღარც ერთ არაფრის თავი არ ქონდა. ბაიერნი რო 5-4-ის მერე ვეღარ გააკეთებს ვერაფერს, ესე იგი იმასაც ენერგია ქონა გამოლეული. სად ნახულობს ამ ენერგიას გადამწყვეტ მომენტში ის ფრანგი კომენტატორები და ჟურნალისტები, ვინც აკრიტიკებდნენ, რომ აუ ჩვენ ჩემპიონატში თავს არდებს და იმათაც ბოდიში მოიხადეს, რომ ნუ ამას რას ხედავთო და ეხლა რა არიცი, სადაც ევროპაში, საფრანგეთში, მთელ მსოფლიოში ესე ალაპარაკებ და არაფერი არ არის შესაწინააღმდეგოთ, რომ ვიღაცა მოიტანოს და ერთხმად ყველა იმაში მარადონას გადარებენ და იქ პელეს გადარებენ და ჯეჯერობით რონალდოს და მესის ვერა, მაგრამ ალბათ ცოტა ხანში ღმერთმა ქნასიბად მარადონაც აკმარისია. მე რომ მკითხო, თუ შეგადარებენ და ძალიან მაგარია. მე აკურში მარადონას რომ შეგადარებენ, იმედია რომ ხვიჩას მეშვეობით
წელწადში ერთხელ მაინც აი ამისთანა თამაშს ერთს მაინც რო უყუროთ, ეს არის ფეხბურთი რა. კი, 5 გოლი, 9 თვითონ იმაში 9 გოლი ბევრია და დაცვა, მაგრამ იყოს რა 5-4 კრუიფის არ იყოს 5-4 1-0-ს ნაღდა ჯობია. რა თქმა უნდა. 5-4 არ იყო აქ სუპერთასი ხონდათ. ჩვენ რაზე ვწყდება გულიზი 5-2 რო იყო. ის თამაში ისი არ უნდა ითამაშო რომ კინაღამ წააგო მე. 5-4 ისე მორჩა როგორც უნდა მორჩენილიყო რა ეს თამაში. ისე 5-2-იც რომ მორჩენილიყო არ იქნებოდა ობიექტური. არ იქნებოდა. აი ეს უფრო ობიექტური იყო. ხათ ეს სამი ბურთის ჯობდა პარი სენ-ჟერმენი არ იყო. იყო 5-2 ხო? არა, და ის უნდა ჩაეღაუჭო იმ ეპიზოდს. მე ჩემს გეტყვი რომ მე რატომ მაქვს პრეტენზია რაზე მაქვს პრეტენზია იმასთან რა ქვია გულსერიკესთან რატომ მაქვს პრეტენზია ჩამოუვარდა ციდან 5-2 კი და იმას უნდა ჩაეღაუჭო იმ შანსს თვითონაც რასაც ლაპარაკობთ 0-1-ზე ამ ბიჭს რო თავზე არ აიღო თამაში და არაფრიდან არ შეექმნა ის შედევრი რომელიც გააკეთა პირველი ტაიმი შეიძლება 0-3 მორჩენილი იყო წალეკავდნენ იმას ის ოლისე წალეკილი არ ყავდა ოლისეს უკვე ოლისე რასაც უნდა იმას აკეთებდა საჯარიმოში მარკინიოსი გურტიანტიამ შეაგდო იკარში იმას რა ქვია მე ნუნუ მენდეში ესეთი გაბითურებული საერთოდ არ მინახავს ასეთ თამაში ჰაკიმი აქეთ კიდე იქით ჰაკიმი არ იქნებს ჰაკიმისთვის ეს გუნდი საერთოდ რაღაცა ეს არის რა ქვია იმ ჯერმან ფეხი მოოტეხა რა ქვია დიასმა კინაღა მოკლა დიასმა და ეხლა ისეთი ტრავმა მიიღო რომ შეიძლება სოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს. ნუ ორ გადავწყვეტ მომენტში ამჯერად გამოიყვანა გუნდი გამოიყვანა არაფრიდან გადის. რა თქმა უნდა. ანუ არაფრიდან რას ლაპარაკობ? მისი შექმნილია ადან ჰოემზე შექმნა თვითონმა. მე დააკვირდით ახლა. არც უპირატესობისაც რაღაციდან გამომდინარე. თქვა დააკვირდით აღნიშნოს რა. იმდენად ჩართული იყო და იმდენად ემოციური იყო რომ მაგისტრის ფიქრობდა რომ ეს ამ წუთში არაფერს არ წავედით კიდე რუმენიგერ ვაკეთებდა ხოლმე კიდე წიქონა სათამაშო და ამიტომ მისთვის ეს არაფერს არ წარმოადგენდა რა ის ხო შეუძლებელი ესეთი მომენტი აი შეასრულა თავისი ესეთი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელს დემბელე ხო და აი ამ ეს თემა გავშალოთ ეხლა ეხლა მნიშვნელობა საუკეთესო ფეხა დუბლი ამანაც შეასრულა იმანაც აი ეს მომენტი იყო აი უდაბნოში რომ მიდიხარ ხო ეს ერთი კვირა და წყალი რომ ვიღაცა რომ წყალს მოგაწოდებს რა რო არ მომისმენია დემბელემ რაბურთიც ვერ გაიტანა მან იმის მე საუკეთესოებია რომ გაეყვანა ხო ხუმრობით რო თქვი ოქროს ბურთი უნდა წაეყო არა ნუ ხო ამ შემთხვევაში ბიზნეს ვეთანხმები ხა ერთ კარში რო 5 გოლი გავადა მეორე კარში 4 გოლი რაღაც პრობლემებია ხო დაცვაში და ლევან მაგნიშნა რომ არც ერთ მეკარეს სეივი არ ქონია. აბა. ხო და მე მაგრამ თქვა თავდასხმელები იყვნენ რომ ისეთია რომ ეს არის კი მაგრამ არა საოცარი თავდასხმელი მაგრამ აი აქ ორივე მხრიდან მოდი ესე თქვა მაგრამ შეაცილეს ნუ როგორ აი ხო შემოდის ეხა ოლისე აი ეს შეხედე 4 კაცი დგას უყურებს და შემოდის იმაში და გააგოლი რა ვიცი მარკინიოსი ამდენი წელია ვლაპარაკობდა თავგამოდებით იცავს ბიზინა ძალიან მიხანდახარ ეჭვება არგენტინელი ხო არა ბრაზილიელია და ლანძღავ 5 წლის განმავლობაში რა ვიცი არ უყურს პარი სენ-ჟერმენის დაცვა ამას არა ეს რატო იცავს იცი ბრაზილიას რაც უფრო სუსტად და ნერვიულობს რომ ნაკრებში არ გამოიძახა უნდა რომ იქ იყოს დემბელეს 2 გოლი ვერაფერთან შეედრება კვარაცხელიას 2 გოლს რა. აი, მნიშვნელობიდან გავიგე. ესეთი პენალტი სვისი დასარტყმელი იყო მათ. ხო. კვარაცხელიას. რა თქმა უნდა. მნიშვნელობიდან გამომდინარე. არა, ეხლა ბრაზილიელებს ბევრი გოლი გერმანელებისგან გაშვებული არ გიყვეს. საკუთარ სახლში, ლოჯში გაგიტანეს 6 გოლი და და ესეც შეხედეთ ახლა აი აქ გააკეთა კარგი სად მეკარე სად წავიდა და მურთვისაც დემბელე აქ გააკეთა რა ეხა მაგას ამან დაუძახა ეს მეორე მაგას გააკეთა ამ თამაში რომ ბურთს გადაახტა და გაატარა ხვიჩაზე ხო მაგრამ დააკვირდა პენალტივით დააკვირდა იმის ნოიერის მოძრაობას დააკვირდა პენალტივით დაუთხა მე დავფიქრე ასხლეტა ხომ არ იყო თქო იმიტომ რომ როგორ შეიძლება ეხლა მეკარი აქეთ გადახტეს და პენალტს რო ურტყავენ ხო იცი არა ძელს მოხდა კი
არა, ძელზე არა, ძელს მეხუთე ძელს არა, აქ ძელს არ მოხდა, გოლი გადის ერთ კუთხეში და ნოიერი ხტება სხვაგან და მე ვიფიქრე რომ ასხლეტა ხომ არ იყო მეთქი რა. და სათქდება ნოიერი. პენალტი ვიდაო. უბრალოდ პირველი გოლი სადაც გაუშვა იქით გადახტა მექანიკურად. ხო, გასაგებია რომ ეხლა რთული ბურთები გავიდა და შეიძლება ცალ-ცალკე ვერ დაადანაშაულო, მაგრამ ნოიერისნაირი მეკარე როცა ხარ და როცა დიდი მეკარეები ხარ, ხო, გუნდს ისეთ შემთხვევაშიც გადაარჩენენ ხოლმე, როცა არ არის ასაღებითი და იღებენ. ერთხელ მაინც რაღაც უნდა აიღო. შემთხვევების მეტი რა ვიცი. ეხა მეკარეზე რო იტყვა, რამდენი დაუწყეს გაუშავა, ნოიერს გაიფიქრებ. არა, მაგრამ ამარდაშვილი ყოფილიყო ფიტულებს დაუწოვდა. აი შეხედა კიდე გავიდა ძელი. ეს მაგარი გოლიშია. კი. ხო, ფეხებში შოკ დაურტყათ. არა, კაცო, დემბელეს სუდია კი არის ძაღლი, ამ თამაში ფიქრობ რომ ყვარაცხელია უკეთესი. არა, მე გეტყვი, ამ თამაში მე დემბელე თავიდან გამახსენა, აი ეს დემბელე, რომელიც ბარსელონაში თამაშობდა და მომენტზე აფუჭებდა. ორჯერ ქონდა მაგას ერთი ის ხო საერთოდ სამართლიანი იყო, რაც გააკეთეს პირველ დასაწყისში აუჩირო და არტყანას ერთ-ერთზე გასული და მეორე პასი არ მიცა კიდე იმას აფია ხვიჩას. თვითონ გააგზელა, ერთხელ კიდე ასევე ქონდა წინ წასვლის საშუალება და ვერ გავიდა. ეს გოლიც ახლა ვერ ვიტყვი რომ აუცილებლად გასაშვები იყო და მოტყუდა ეს საფონოვი. მაგის მერე დაიწყო გამოსვლა. არა, მე რა არის ის ახლა თუ ლაპარაკობთ იმაზე ვის ქონდა ყველაზე მაღალი შეფასება, ყველაზე მაღალი შეფასება ამ მატჩში ქონდა ლუის დიას. ხო, ну იმით ციფრებით გეუბნები ახლა აი ამ გოლისთვის ნახე რა გააკეთა. არა, ეს ახლა მარკინიოსიც იქვეა. არის რომ იყო, ჩამოიღო. იცი როგორ მარკინიოსიც იქვეა და არ ეთქო. ეს რა ქვია, სლოტეს ისა არ იგზნობა. სადღაც იქვეა მარკინიოსი. ჯერ ამის გაჩერება ნახე. ძალიან მაგარი ფეხბურთელია. ამის გაშვება როგორ შეიძლება და ნორმალური. როგორ მიიღო გარეტერფით. ეს გაუშვა და ეს მოიყვანა ფრინპონგი. პინგ-პონგი. პინგ-პონგი. სხვა სპორტია. ამაღლმოდი სლოტი. მატჩის გმირი. სად ვიყავი? არა, რას ვამბობ, იცი? ეხლა იმდენი მომენტი ქონდა ბაიერნს, იქამდე რომ 5-4 ანუ ერთბურთიანი უპირატესობა აბსოლუტურად შესაბამისია. უბრალოდ რო გაქვს სამბურთიანი მოგცა კი ბატონო. გუნდმა იმის საშუალება თუ ბედმა თუ ფორტუნამ იმის საშუალება რომ სამბურთიანი უპირატესობა გაქვს. ეხლა როგორ ჩაებღაოჭა. რო აბარა და მე ვინ შემოიყვანა თუ შემოიყვანა უთამაშებელი ისა რა ქვია ფაბიან რუისის კვალიფიკაციაში როგორ შეიძლება ეჭვი შეიტანო ახლა გამის ევროპის ჩემპიონატი პირადად მოიგო იქ იმაში რა ქვია მაგრამ ვერ დადის ყველა შეხება ბურთთან ცუდი ქონდა ყვითელი ბარათი აიღო ამ შემოსული არ იყო იმ წეშივე ყველა ურთაბრძოლა წააგო იმიტომ რომ არც ფიზიკა აქვს მე ხომ რა ქვია ნორმალ ტავნეიცოლეს ფიზიკურად შეძლებს იმას დაპარაკოთ ხოლმე რომ აი რა კარგია რომ გამოიცნო არა ფიზიკურად ახლა ალბათ ისო და 15 წუთი უნდა ეთამაშა რა. რა თამაშა ამპლუით იცი ფაბიან რუის მაგ დროს თუ შემოიყვან უკვე 5-2 რო არის უნდა შემტევი გაიყვანო და ფაბიან რუის დაამატო პირიქით იმ ზონაში თორე ეხლა ამპლუით გამოყავს საყდენი და შეკავს ფაბიან რუის რომელიც მუდმივად წესებს არგვევს ჯარიმები ინიშნება ყვითელი მიიღო ყველა ჯარიმა მაგისი იყო ხო ნუ წნეხში არის გოლებია ჯარიმებიდან გავიდა ხო რამდენი ჩვენ ალბათ იმედი მაქვს რომ 11 მეტრიანების განხილვაც გვექნება ხო? კი, რა თქმა უნდა. კი, აბა, ჩემაც შემდეგ მოგახსენდა. თან არაერთ მატჩში. ბოტანილი. არაერთ მატჩში. კარგი, ეხლა როგორ ას ფიქრობთ საპასუხო თამაშზე? კელა. იგივენაირი თამაში იქნება ზუსტად. ისევ ამდენი გოლი გავა? და მეორე თამაშიც იგივენაირი იქნება როგორც იქ. ისინი გოლს ვერ გაიტანენ და ალბათ პენალტები მორჩება. იქ მეორეში? დაინიშნება პენალტი მაგით გავლება. თუ არა პენალტების სერია.
აქ ისი ბევრი გოლები ატლეტიკოსთვის ხანდახან კუთხურიც ორივეს უყვარს კუთხურები და ბოლო წუთზე კუთხურები უყვარს სიმეონეს. უყვარს, მაგრამ მთელი გუნდი იმაზეა, რომ იმან არ გვაჯობოსო და აქ იყო რომ მე ვაჯობოო რა, აი იყო რა. ამიტომაც გამოვიდა. ანუ ბაიერნს უფრო მეტი შანსი აქვს თუ პარის სენ-ჟერმენს ამას ვერ ვიტყვით, ხო? თუ პარის სენ-ჟერმენმა ისე ითამაშა, როგორც იციან, პარის სენ-ჟერმენს გაცილებით მეტი შანსი აქვს, მაგრამ თუ იქ აი ეგ დაიწყო შენარჩუნება და რაღაცები, ის გიჟია. აი ძალიან მაგარია. მაგას შესაძლებელი იმდენი არ არის და ის შეინარჩუნა და ხა ერთი ბურთი შენარჩუნება შეუძლია. ხო, იცი რა, ამ მატჩის მიხედვით თუ იმჟელებ ხო ესეთი აი საფინალო თამაში. და ლამაზი ფინალი გამოვიდა და კარგი ისეთი ღია შემტევი ლაღი ხო, მაგრამ ფინალი ერთი იქნებოდა და აქ ორი გვაქვს სამაგიეროდ. ხო, ნუ კაც არის მეორე როგორი იქნება, მაგას ლაპარაკობთ, ხო? მე მაინც იმედი მაქვს, რომ ლუის ენრიკე ჯობია კომპანიის. კი. მიუხედავად იმ კრიტიკისა, რომელიც ახლა დავატეხეთ, დაუშველ და საუბრობთ მის ეგრეთ წოდებულ შეცდომებზე თუ რაღაცაზე. კომპანიის საერთოდ ვინგანი ხილავდა ცოტა ხნის წინ სერიოზულად და აგერ გააკეთა ეს გუნდი ბოლო-ბოლო ხო? ეხლა მეგონი წამოვიდა ტრადიცია. ხო? ეს მწვრთნელები ახალგაზრდები არიან, რომლებიც ამთავრებენ და მერე იწყებენ სამწვრთნელო კარიერას და ეს თითქმის ყველა სახეობაში ესე არის. ძალიან ბევრ სახეობაში. ისე რომ ეგრეც უნდა იყოს. ვინელოდებოდა, ეგრე არ არის რა. დიდი ფეხბურთელი. არა, თავიდან უნდათ რომ დიდი ფეხბურთელი იყო. მოაშორეთ აქედან და კი, პირველ წელს იმას ხაბი ალონსოს გუნდთან ჰქონდა და საერთოდ ვერაფერი ვერ იყო. არაფერი რა. ეს პირველი წელი არაფერი არის და შემდეგ ნელა ახალგაზრდა მწვრთნელები და აი ეს ტიტულოვანი მწვრთნელები და უშუალოდ ცოტა ხნის წინ იყო ჩართულები მაგან გვიბიძგა ჩვენც ხელბურთის ფედერაციაში აგერ ახალი მწვრთნელი ესპანელი მოვიყვანეთ ტიტულებიც აქვს ახალგაზრდაც არის და მაგ ტენდენციას ავყევით ხელბურთშიც ეგრეა ფეხბურთშიც ეგრეა და სპორტში მარტივი რა გუშინ ხელბურთი რო იყო ერთი გუნდის მწვრთნელი იყო 39 წლის მეორე 49 წლის და ერთის იყო 34 წლის საერთოდ და როგორი თამაში ითამაშა და ათამაშა გუნდი ხო და ეგ არის ეგ ტენდენცია არის ეხა ნუ ის ადერ თუ იყო რომ კარგი ფეხბურთელი კარგი მწვრთნელი ვერ ხდებოდა ეს მითი დანგრეულია ახლა და ამ წუთში ხედავთ რომ უამრავი გვარდიოლა ეგ რა რამდენი წელია გვარდიოლა ზენიტში არის რა ხო მაგრამ იცი რა არის ახლა მე რას უყურებდი ახლა ხო ნახე ბოლო ამათ საერთოდ თამაშებზე თუ ვილაპარაკებთ ხო ის ფინალი მოუგო ხო არა მე გეუბნები 21 წლიდან როა იყო ხო აგერ 21 წელს მოუგო ბაიერნ 1-0 ხო 23-ში პარიზში მოუგო 1-0 და სოფლიოზე წავაგო იმაზეც მოუგო რა ქვია სახში ანუ ორივე თამაში მოუგო ჩემპიონთა ლიგაზე მერე შეხვდა კიდე ჩემპიონთა ლიგაზე და კიდე მოუგო 1-0 ის მიუნხენში მერე პარის სენ-ჟერმენმა იმ მუსიალამ რო ფეხი მოიტეხა იქ იმაზე რა ქვია საკლუბოზე იქ 2-0 მოიგო მერე წლევანდელში ის თამაში რაც ვახსენეთ როცა ლუის დიასმა ტრავმა მიაყენა იმას რა ქვია ხაკიმის ის მოუგო ბაიერნმა მათ შორის ლუის დიასის გოლი და ეხა მან მოუგო 5-4 ასე რომ ეხა დიდი საამაყო რა ქვია შედეგები ბოლო წლებში ბაიერნთან მას რა ქვია პარის სენ-ჟერმენს არა აქვს ახლა ის რო თქვა რომ გინა თუ არა უკეთესი აქ პერსპექტივა აქვს თუმცა ეს არ არის ბაიერნი სახში თამაშობს ხა გადაწყვეტილად რომ ან ბაიერნი მოიგებს ან PSG მაგრამ დადებითიდან ეგეთ რაღაცას ვერ ეთქოს დადებითიდან არის ისე ყავთ კვარაცხელი ხო არა და კიდე გეტყვი ერთ ტრადიცია რა მეორე წელი ამას ვადევნებ თვალს პარის სენ-ჟერმენი თავიდან არ მოგწონს ლიგის დაწყების წინ ნუ არ მოგწონს როგორ ხა ვერ არის ისეთი კარგი და აი ამ პერიოდში იხსნება და იწყებს სასწაულ თამაშს. ეხლა შარშან ლიგაც რომ მოიგეს და მე სოფლიოზეც რომ საკლუბოზე წავიდნენ და ეგ პერიოდი რო იყო,
ხო არის ხანდახან რომ გემართება რომ აგვიც ვინ უნდა მოუგოს რომ ფიქრობ და მე რო ვთქვი ჩელსი ბაიერნი პირიქით არის, იმიტომ რომ ბოლო წლებში ნახევარფინალებს როგორც წესი აგებს ორმაჩიან დუელებს. ეს ბაიერნი იმაზე მაგარია ფინალი რო მოუგო. და ეს PSG-ც იმაზე მაგარია მაშინ. ნუ ეხა იმ მაშინ PSG ძირთად იყო იმის ხო ბაპეზე ჩამოგიდებული ახლა რა. ხო, ტიერი ანრის განცხადებას შევეხები ხვიჩაზე, ხო? ძალიან უყვარს ჩვენი ხვიჩა, ყოველთვის ეხა ტელევიზიაში მუშაობს, დიდი შოუ აქვს და ყველა უყურებს და ძალიან დიდხანს ისაუბრა და დაიწყო ქაჩოა, ხო? პირდაპირ მოუწოდა არსენალს, რომ თუ გინდათ ტიტული, უნდა შეიძინოთ ხვიჩა კვარაცხელი. ანუ მიხვდით ალბათო, რომ რაღაცის მოგება თუ გინდა, უნდა ყავდეს ესეთი ფეხბურთელი, რომელსაც აი შიში არ აქვს, ანუ სირთულეებს ეძებს მოედანზე. არის ესეთი რაღაც ფრაზა თქვა, რომ მარტივად კი არ თამაშობს დაუშვათ სტატისტიკისთვის. ხო არის ფეხბურთელი, რომ აი გვერდზე პას მიცემ და პლუსები მაქვს ყველა გრაფაში რა. პირიქით სირთულეები და ესეთი სიმამაცე და იმდენი ყველა მისი გოლი აქამდე ამ ბაიერნამდე შეკრებილი ერთიანად და ნახეთ რას აკეთებს. და ისა ფაბიო კაპელო ეხა მეტი ავტორიტეტი ფეხბურთში თქვა, რომ დღეს ის არის პირველი დღეს აი ამ წუთისთვის არის საუკეთესო მსოფლიოში და ეს რაღაც საინტერესო რა არის ყველა მიცის რას აკეთებს ხო? აი ეს დგას ორი კაცი წვისი და მარჯვნივ მაინც აკეთებს და მაინც გოლი გააკეთებს რა. სუიცი რა მახსოვია რობენი რო აკეთებდა რა. რობენი აკეთებს და მე მაგაზე ვფიქრობდი, მხოლოდ აი ბოლო მომენტს. ეს მანამდე დაცვაში მუშაობს და დრიბლინგებზე და რობენი მაგებს ვერ აკეთებს. თორე ბოლო ეს გაწევა და შორე უკუთხეში დარტყვა ხო? ხო აქ უკვე აი ეს რა ვერავინ ვერ მიყვება ბოლომდე. აი ზუსტად რობენი აკეთებს და იქით ამხრიდა. არა, სასწაული ფეხბურთელია, სასწაული. და მე ვთქვათ ისიც რომ ფიზიკურადაც მოიმატა. მიშელო ჯანი მომვიდა, მიშელო. იცი რა, ალბათ ეხა ლუის ერიკი არის ის მსმელი, რომელიც ჭირდებოდა ამას იმისთვის, რომ აი დახვეწა ყველა ის კარგი თვისება, რომელიც მას ჰქონდა, აიყვანა რაღაცა აი უმაღლეს დონეზე. მე რა ბრძოლაში ნახე როგორია რა, ჩელსისთან და ფიზიკურად მოუმატა, მაგრამ არა, ფიზიკურად ეს მოუმატა და მე იცი რა შეგრძნება მაქვს, აი რა სიტყვა უნდა მეპოვა და მე მგონი მივაგენი. დათარეშობს მოედანზე რა, აი დადის და ყველა ხო არის 22 კაცი მოედანზე, ყველა რაღაცას თავის თამაშობს. ეს დათარეშობს. დათარეს ახრეული არის ტარაბუაკის. რა ქვია, ცოტა თმები გრძელი რო კონდეს, საერთოდ ჩთამბეჭ და უიქნებო. ხო ისე რომ ყავანი რო დარბოდა და კემპესი და ისე უფრო ყანიჯა. ისე რო ჩანს რომ უფრო მაგრა დარბის, ხო იცი არა? ხო და ძალიან მაგარია. საფრანგეთის ჩემპიონატში ის ორი ჯექსონი დრომღეროდეს კიდე უკეთესი. ხო. აი ეს ორი თამაშიც თხოვოთ მოდი რეჟისორს არა, საოცარი ფეხბურთელია, საოცარი. კარგი, ატლეტიკოზე იმაზე ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა, ხო? რა თქმა უნდა, უნდა ნახევარფინალში არიან, ეხა შეიძლება არ იყო მათი მატჩი ისეთი უხბორლიანი და სანახაობრივი, როგორიც გამოდგა პარი სენ-ჟერმენი და ბაიერნი, მაგრამ ეხა ნახევარფინალში მისული ორი გუნდია, არის არსენალი, რომელიც თითქმის ჩემპიონი გვეგონა ინგლისის და ახლა სათუო ეს ამბავი არის ატლეტიკო, რომელმაც მე ჩემ მოსაზრებაზე ვრჩები ხა თავი რომ მოეკლა და მოენდომებინა, მაინც შეიძლება ვერ გაეკეთებინა და ალბათ ვერ გააკეთებდა, მაგრამ სიმეონემ წელს შეგნებულად გააკეთა აქცენტი მხოლოდ ერთ ტურნირზე და თქვა, რომ ლა ლიგას თავი დაანება 4 ხუთში მაინც მოხვდებია და ფიქრობ, რომ მთლიანად გადმორთული აქვს, იმიტომ რომ ეს თამაშები განსხვავდება აშკარად იმ თამაშებისგან. იცი, ალბათ ეხლა თასი ესპანეთის თასიც უნდა ალბათ და ფინალში იყო გასული, მაგრამ ვერ აიღო. ნუ პენალტები წააგო. ხო და სხვადასხვა კრიტიკაც მიიღო მაგაზე ძალიან ისეთი რა სიძლიერე თუ ყავს ახლა აქ შეხედა. რაღაცა სასწაულია. ტყვიასავით გავარდა ბურთი.
აი კარგი შენაძენია ნამდვილად არსენალისთვის. გამოიცნო კარგი შენაძენი არა, თვითონ გუნდი არის მოშვებული, აი ძინავს არსენალს რა. არა, არსენალს როგორც წესი ყველა სეზონის ბოლოს იძინებს. არა, შემოქმედებითი უფრო ლაღი ფეხბურთიდან თვითონ არტეტას პერიოდშივე გუნდი გადაერთო რაღაც უფრო პრაგმატულ არგაშების თამაშზე და დაცვა. ხო, არ მოუხდა ეგ რა. არ მოუხდა ჩემი. არა და არსენალი ყოველთვის შემტევი გუნდი იყო. ხო, მაგრამ ეხლა შემტევი ლამაზი თამაში ტიტულს ვერ იგებს და რატო არ მოიგო ვენგერმა? ნუ იმის მერე ეხლა 25 წელი გავიდა. ნუ და იმიტომ უყვართ არსენალი ეხლა. იმის მერე დაფიქრდა და იქნებ რაღაც დაცვა. იცი რა, ეგ სიყვარული მაინც არის უფრო ესთეტიკაზე აგებული რა, იმიტომ რომ მართლა ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ 25 წელიწადში ორი ტიტულის მოგება არ არის, ეხლა დიდი შედეგი ეხლა რა, იმ დღესაც აგვეუბნებოდი იმას რა ქვია სტუმართანაც გქონდა რაღაცა დიალოგი. მე კიდევ მეორე, მე არსენ ვენგერს კი არ ვერჩი, მე პირიქით ესთეტიკა მიყვარს ფეხბურთში და სწორედაც რომ ამას აქედან ეს არის ჩემს ამოსავალი წერტილი, მაგრამ ეხლა თუ შედეგებზე და პრაგმატიზმზე და მასო ლაპარაკობთ 25 წელიწადი რო ხარ მწვრთნელი და მას მოიგებ, რა ქვია, ჩემპიონატს, ეგ არ არის ეხლა კარგი შედეგი, ხო? და სხვა მოიგო მეტი? სხვა 25 წელიწადი არ ყოფილა. ალექს ნუ ალექსი იყო და ხო, არა, არსენალში გეუბნები. არსენალში სხვა არ მიუშვეს და რა 25 წელი ის იყო. რას დაარსდა ის მერე სწორები. სხვა იცი რა ხარ მოგწონს არ მოგწონს ეგერ არის სიტიში ის რა ქვია გვარდიოლა და 7 წელიწადში 6 ჩემპიონატი მოიგო და მე მგონი ეხლა იგებს კიდე ამ არსენალსაც უგებს და ეხლა უფრო მეტი შანსია. ვიზახი ვამბობთ რომ აი არა ვენგერმა ეპოქა შექმნა და გავიგე ხა ეპოქა შექმნა იმიტომ რომ 25 წელიწადი იყო თორე ის ორი ტიტულით არ შექმნა ეს. ნუ წაუგებლად მოიგო პრემიერ ლიგა და ერთხელ 25 წელიწადი იყო კიდევ მეორე ხო? ჩემპიონთა წელიწადი იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. 25 არ ყოფილა 20 იყო ეს თუ რაღაცა, მაგრამ ძალიან ბევრია რა. მე ვიცი ეს ასევე ქართველებს ფსენებზეც ქონია იგივე რომ იცი რა, აი ამდენი ხელი ჩემპიონი გახდა და ხა საქართველოს ჩემპიონატში 20 წელიწადი რო მაშინ ხარ რა ქვია მოწინავე გუნდებში და ერთხელ გახდები ჩემპიონი და თქვათ მე თავი მოგა გამითი ხა არ მგონია რომ ეს იყოს საუკეთესო ეს დამახასიათებელი ხო რა ვიცი ხა კარგი ესე იგი ამ თამაში განმეორებით შეხვედრაშიც მიუხედავად იმისა რომ აქ ესეთი ანგარიში დაფიქსირდა ფიქრობ თუ არა რომ გამოკვეთილი ფავორიტი არსენალი არის თუ არ არის არა ხო ესეთივე თამაში იქნება ირაკლი გავლოთ რა თქმა უნდა საკუთარ მოედანზე არსენალი სხვანაირად ითამაშებს მაგრამ არც ატლეტიკოა ის რომ დაუთმოს რამე ჟინია თუმცა ის ეტაპია უკვე ტურნირის რომ აქ ეხა დასაკარგი ბოლო თამაშია დასაკარგი ეს აღნიშნავს რომ 5-0 არ შეიძლება მოიგოს იცი რა ერთ-ერთი როგორც კი გახადა ატლეტიკომ რაღაცა 15 წუთი მერე მოუნდა უცბად წინ გასვლა და ძალიან ბევრი მომენტები ჰქონდათ და კარგი მომენტები, მაგრამ მერე რომ შეატყო რომ ცოტა ის გონს მოვიდა, ერთ-ერთზეც თანახმა იყვნენ, როგორც შევატყვე ბოლოში რომ არა უშავს იქაც ვითამაშებთ. საერთოდ ამ რანგის გუნდებში მოედანმა საკუთარი მოედნის ფაქტორმა იმდენი მოიკლო ხო ახლა დაკარგა აზრევა ვერ ვიცი არის გასულით გოლი რო გავა. რა თქმა უნდა. იმ გასულით გოლზე ერთ გაიტანდენ და მე აი სულ სხვანაირი იყო ტაქტი. აქ არის გინა შენი მოედანი გინა როცა кай ფორმაში ხარ. უნდა მოუგო და მორჩა ხო? კი. და ისიც აღარ არის ხო იცი რომ ჩავიდოდი და სულ იმათი კომაგი იყო ამათი არ იქნებოდა ეხლა აქ თავიანთი ლიმიტი კვოტა იქ შეიყვან გულშემატკივარს და ისინიც ახლა იშვიათი გამონაკლისების გარდა ადრე იყო მარტო სტადიონზე მოსული კომაგის ყვირილი და სიმღერა კი იყო ღამე არ აძინებდნენ სასტუმროსთან ნუ იმ დოზებით ახლა აღარ არის რა ხო სადღაც ახლა ბოსნიაში შეიძლება არ დაგაძინონ ან საბერძნეთში მაგრამ იქ არ მგონია საბერძნეთში მე და ირაკლი ვიყავით საქართველოს ნაკრების თავზე მშვენივრად გვეძინა სხვა სასტუმროში იყავით ნაკრებთან ერთად ვიყავით ნაკრებთან
ხო, ეხლა შინ და გარეთ სხვათა შორის არსენალმაც საჩივარი დაწერა მოედანთან დაკავშირებით როგორც კლიკმა. რაღაცა 2 და 1 იყო, 2 და 1-ზე იყო ბალახის სიმაღლე და მორწყვის ხარისხი, ანუ ალპობენ მოედანს, ესპანეთში გასა. 3 ხომ არის? ხო. და ნუ ძირითადად 2 და 6-ზე იკრეჭება ხოლმე ესე დროს და ეს იყო 2 და 1-იო და მაგიტომ ხო, ეს გადამწყვეტი მომენტი იყო. თან ის მორწყვაზე იყო ერთი. მაგას გახსოვს მაურინიოს რო აბრალებდნენ ჩელსიმ რო ბარსელონას გადაუხნა მოედანი და აუოხრა. მაურინიოზე ალაპარაკდნენ, რეალიო და ხო, აი ეგ თემა გავშალოთ, ჩემი ვერსია მაგ თემაზე. მაურინიო ძალიან მინდა რეალში, იმიტომ ამას კონცეფციური თეორია, შეთქმულების თეორია. აი ჩანაწერი შევინახოთ. იმასე ბევრი სამუშაო გექნება. ვინისიუსი მინდა აუცილებლად გაუშვებს. გამორიცხულია. ბენფიკა მაურინიო მათ მივიდეს და ბენფიკა ყველაფერს გაუხსენებს იქ აქვია იქ რო იცეკვა იქ დროშასთან და მე რაღაცები და აბრალეს და აუცილებლად გაუშვებს მაქსიმუმ შეიძლება მაურინიო მარტო ბენფიკა რანაირად იქნება რასისტული გუნდი ეუსებიო მათი ხატიო და ყველაფერიო აი რო შედიხარ და დალუჟზე ხარ თუ ხარ ნაყოფი დალუჟზე რო შედიხარ პავილიონია იქ შემოსასვლელის არას დგას ძეგლი იმისი რა ქვია შუშის პავილიონია შიგნით არის ეუსებიოს ძეგლი შარფებით საფეხბურთო ატრიბუტიკით არის სავსე ძალიან ლამაზი ეს არის რა ქვია და მისი ძეგლი სულ ორი ადამიანის ძეგლი ერთი მანდა და ის გადამალეს შემოსასვლელშია იმისი ბელა გუტმანის ძეგლი ორი იმითი რა ქვია და რაც შეიძლება შეიმას ეგება იქიდან მაინც არ დაგუთხეულოს და კიდე რაღაცა მოგებიოს თავის 200 არის იმისი VIP შესასვლელში არის იქ დამალული რაღაცა ხო და გავაგზო ვინისიუსი ხო გავუშვებინე ბაპეს ვერ მოერევა ან და ამიტომ მე მაურინიოს გაუშვებენ და ხვიჩას იხილავ მადრიდის რეალში. უკვე მოცარელებულ ველზე, ხო? იქ ფლანგზე, ვარსენა ფლანგზე პროგრამა. 2 წელი მაქსიმუმ. არა, ცოტა ხანი ხა ქონდა რო იყო კლოპზე და იმაზე საუბარი. ეს არის საუბარი. რამდენიმე ვარიანტი აქვს და ნუ ფაქტია რომ ალბათ არბელოას არ დატოვებენ. არბელოას ვინ დატოვებს ახლა? პირდაპირ იძახის მაურინიო უნდა მოიყვანო ის პრეზიდენტი. მე თქვას ახლა. ხო და არა მას არ წამს მე არ ის თქვი რომ ფაქტია მე თქვი რომ მას არ დატოვებენ და შეესწებიან რომ მოიყვანონ ტოპ სნელი ხო მე რა მინდა კითხოთ ყვარაცხელიასთან დაკავშირებით ბევრს ვიცნობ ახლა ფეხბურთის კარგ ცოდნეს პატრიოტს ყველაფერს და ყვარაცხელიას ნიშის დამხმარებელს რომ კი არის პარი სენ-ჟერმენში მოიგო ლიგა აგერ ერთნაბიჯია და ვინიცის მეორე მოიგო მაგრამ აი არ ძინავს კარგად იმიტომ რომ უნდა რომ რეალში გადავიდეს გინდა თუ არა გააქვთ ეს განწყობა მე კი მე რეალში ა ძინზე კომაგობდა რეალისტის მინდა თორე გუჯანს კი არა ძინავს მაგრამ აუცილებელია შენ ფიქრობ აუცილებელია ბოლო რეალში ითამაშო ვიჩამ თქვა რეალი მომწონს 10 წლის რო იყო მაგრამ იმიტომაც ეხლა ვკითხოთ ხო ეხლა სანამ იყო ნაპოლიში ნორმალური მწვრთნელი ძალიან გაიზარდა მე ისინი მოვიდნენ ერთმანეთზე უარესები და წავიდა. სანამ ეს არის და იზრდება, უნდა იყოს მაგას ვფიქრობ. მე იმ მომენტში, სადაც უკეთესი იქნება, მე არის თუნდაც ბარსელონაში. არა ბარსელონა არა. რატომით? არა რეალი. არა, მე რას გეტყვით, იცი როგორ გეტყვით, იცი? სანამ პარი სენ-ჟერმენი ასე ლამაზად და კარგად თამაშობს და უგებს ყველას, ხო? რა აი სიტყვაზე გეუბნები სულ არაზოს არ გადავიდეს რეალში იყოს პარი სენ-ჟერმენში და 5 ჯერ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა. კი ბატონო, არა ჩვენ უბრალოდ ახლა არ დაავს მაგაზე. მე ბიძინაც რეალის გულშემატკივარი აღარ იქნებოდა ის გადავა იმაზე პარი. აი ბიძინარსაც არ გადავა მაგრამ მე იყოს ბიძინა რეალის გულშემატკივარი და გულნატკენი რომ ვერც რეალმა მოიგო 5 წელი და იმ ყვარაცხელიაც არ გადავიდა თორე მოიგებდა რეალი მაგრამ თელი ერი ვიყოთ გახარებულები რომ სადაც ყვარაცხელი არა მე გახარებული ვიქნები ძალიან მაგეთი ხო მართალი თქვა თუ ვინისიუსი გაუშვეს რეალში უფრო ვაკანტურია ის ადგილი კი ბატონო და სანამ თამაშობს
რაფინიამ შვენიერია თავის ფლანგზე. თუ თამაშობს და დამტრეული არ არის. შვენიერია იმ ფლანგზე. აკეთესა და ბარსელონას მაგხრი ბარსელონას ცენტრფორვარდი ჭირდება. ცენტრფორვარდი უნდა ალბათ გადაიყვანოს. ერბოს და იმის ამბავი არ დაგომართოს რა. კი, ეგეც ასადარაპირებს მაგის. არის შევინახოთ. არ გაუჩებს, არსად გაუჩებს და არსად წავიდეს ალბათ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში რადიო ეგ იქ რომ ნორმალური ხალხი ყოფილიყო, ნაპოლიდანაც არ წავიდოდა кайხანი, მაგრამ არა ეხა ნაპოლიში დამლაგებლის ხელფასი ქონდა და მაგას მომვიდა რა. წამყვანი ფეხბურთელი იყო ყველაზე ხელფასი რო ქონდა და ნორმალური ცველი რო დარჩენილიყო, ნამდვილად არ წამოვიდოდა. კონტეო მეხვეწებო ხო თქვა იმანდ ლაურენტისმა. მეხვეწებოდაო რომ არ გაუშაო რა, რა სიტყოს ამის არა რაღაცა და არა. ეს ლაურენტის ეხა 60 მილიონი იშოვა წელიწადში რაღაცა უარს იტყვა. ფულები აქვს დასახარჯი და ამიტომ იცი რა, მე ველოდები ოქროს ბურთის ასევე გეთახმებით. კანდიდატურას. ხო, იცი რა, სოფლიო ჩემპიონატი მე არ მაშინებს. იმიტომ რომ არის ესეთი ვერსია, რომ სოფლიო ჩემპიონატი რო არ ყოფილიყო, უფრო მეტი შანსი. ვეთანხმები, კი ეგრეა, მაგრამ სოფლიო ჩემპიონატის პერიოდშიც კი აგერ აიღო იმან მოდრიჩმა. მოდრიჩი თამაშობდა ფინალში გავიდა. კიგანი საერთოდ არ გასულა. არა, ეგ გასაგებია, მაგრამ ის პერიოდში საერთოდ არ იყო იმაზე. ინგლისი არ იყო გასული მართლა. მოდრიჩი რო ფინალში გავიდა, ფინალისტობის გამო კი არ მიცეს, მიცეს ლიგის მოგების გამო მაგწეს. გეთახმები, მაგრამ ფინალისტობაც ხო რაღაცა არის და აქ კაცზე გეუნები, გრიზმანი და მოგებინა და საუკეთესო იყო და არ მიცეს არაფერი თორე. არის ის პან გეუნება რომ კიგანი სოფლიო ჩემპიონატზე რა თქმა უნდა, ხო. იცი რა არის კიგანი რო ვერ გადის, უფრო დიდი მინუსია კიგანისთვის, ვიდრე ყვიჭა რო ვერ გადის. ის ინგლისის საქმეა ვერ გადის, მაგრამ აქა მე-12-ზე ხო გავიდა შარშან. კი. უკეთესი შედეგი ექნება. ეგ ერთმნიშვნელოვნად არის. აი დღესაც რო მორჩეს და აღარ ითამაშდა. სადამდეც გაკაჩავს? არა, იცი რა, ყოველ შემთხვევაში რა არის, იცი? იმაზე კი არა ლაპარაკი ახლა აიღებს ხვალ მაგრამ საუბარი რო არის ანუ ეს გახდა დღის წესრიგში დადგა მე სხვა რამეს ლაპარაკობს absolუტურად სხვა რაღაცისთვის მინდოდა ხაზის გასმა და ეს იგივე იმის თემის გაგრძელება რასაც ვამბობდი რომ მე აღარ უყურებ მას მარტო იმიტომ რომ ქართველია ეს არის კიდევ მეორე ფეხბურთელი რომელიც არა იმასზე კი არა ლაპარაკი რომ თქვათ ვიღაცა ლუდოგორეტს შეხვდნენ და იმასთან შექმნა განსხვავება და უშუალოდ ეს კაცი გამოდის ლივერპულთან, გამოდის ჩელსისთან, იმასთან რა ქვია, ბაიერნთან, საასპარეზო და ამ ტოპ გუნდების, ტოპ ფეხბურთელების შეჯიბრებაში ქმნის განსხვავებას თავისი გუნდის სასარგებლოდ. ესეთი რაღაცა ჩვენ არ გქონია. არ ყოლია ჩვენ არავინ ისეთი, ვისაც ამ დონეზე ეთამაშოს და აი ესეთი ტოპ რაღაცა და როგორ თამაშობს ახლა ბაიერნი მითხარით ვინ იყო ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ითამაშა სეზონში ლივერპულმა საერთოდ რო არ უთამაშია ამასთან თავის მოედანზე ითამაშა ძალიან მაგრად კი და ლივერპულზე მეც ადგეთმენ ნაპოლი ლივერპული გავიხსენოთ ის ჩემპიონატების პირველი ერთ-ერთი პირველი ძლიერი გუნდი იყო რომელთანაც ხუჩას მოუწია კლოპი იყო აღფოვანებული რა მისი თამაშით ყოველ წელს რო შენი მოთამაშე იღებს თუ არ იღებს არის საუბარი იმაზე რომ წარდგენილია ნომინანტია და რეალური კანდიდატია რომ აიღოს ოქროს ბურთი ოქროს ბურთი მართლა ის ხო არის რა ქვია საჩუქარი ვიღაცისგან ეს არის ჯილდო იმისი რომ ხარ საუკეთესო ხო იმ პერიოდში და ესე იგი განიხილები ყოველ შემთხვევაში ვიღაცები მას ხო აძლევენ ხმას არა აგერ იყო ტიქ სპორტში სულ თამაშის უფლება აღარ აქვს რა არა რა თქმა უნდა ტიქ სპორტში არის ხო მე ყოველ დილას ვკითხულობ მას რა ქვია რაღაცა ხო პრესას ეცნობი ხა სანამ რაღაცას გააკეთებ ხო სოფლიოში რა ხდება და დიდი წერილი იყო იმ ფეხბურთელებზე, ვინც ტოვებენ მსოფლიო ჩემპიონატს. პირველი 4 კაცზე იყო ლაპარაკი, პირველი ეწერა ხოჭა კვარაცხელია. ლაპარაკი არგენტინელი და ნაზე. იმ საერთოდ იმათ ევროპაში რა ხდება და ვინ მიდის იქა და ვინ არ მიდის, ეხა ეს დიდად არ აღედოთ, იმიტომ რომ მსოფლიო ტიტულის დაცვაზე ლაპარაკობენ და იქ სხვა რაღაცა მაშინ ახლა გაიცავენ არ და ეს მეორე საკითხია, ესმის არ ძიერა, მაგრამ ისინი სხვა რაღაცებზე ლაპარაკობენ. აი აქ ხედავ უყურებ უზარმაზარი წერილი
და პირველი ვინც წერია აი არ იქნება რა დასანანია რომ არ იქნება სოფლიო ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელია. პატარა ამბავია ხა. სანამ ჩვენ კიდევ სხვა საკითხებზე გადავალთ ხო და ვისაუბრებთ არ მინდა რომ დაგვრჩეს ეს საკითხი უყურადღებოთ სოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება საქართველოსა და სომხეთში 20 წლის ხო, უნდა მიულოცოთ, მაგრამ დიდი მადლობა უთხრათ ფედერაციას ამ შემთხვევაში და ყველას კი. ყველაფრით, იმიტომ რომ ჯერ ერთი სამეზობლოშია რაღაც თამაშებზე ზოგ შეუძლია იქაც წავიდეს, მაგრამ აქაც იქნება და ეს დღეს ვიხსენებდი ჩვენ. სოფლიო ჩემპიონატი ჩვენ მქონდა როდის 85-ში. ხო და როდესაც მაშინ საბჭოთა კავშირში ჩატარდა და ერთი ჯგუფი აქ იყო და სხვათა შორის ამ ჯგუფის ორი მონაწილე ფინალში გავიდა და ხო და აი დღე ხა ვიხსენებდი ბრაზილია, ესპანეთი. ზუსტად მაგას ვიხსენებდი так და გოიკოე ჩათამაშობდა იმაში რა ქვია იმ ესპანეთის ნაკრებში და ბალალო და მიულერი მიულერი სილასი ბალალო სილასი მერე იყო სილასი მერე ტაფარელი ლუის ენრიკე თუმცა არა ეს ლუის ენრიკე ბუნებრივია ხა ბრაზილიელი რომლებიც მე ნაკრებში ითამაშეს ბრაზილიის ნაკრებში თამაშობს და ფინალი ირლანდია იყო კიდე და საუდის არაბეთი აქ საქართველოს იმაში აქ ჩვენთან აქ და ძალიან მაგარი თამაშები იყო და ძალიან საინტერესო ესენი რა ქვია ტურნირი და ხალხი იყო კი შენ მე მინდა რომ ვისარგებლო შემთხვევით და ამ შემთხვევაში ირაკლეს მიმართვა როგორც სპორტის მინისტრის მოადგილეს ცოტა ხანი დაგიბრუნო პირველ უნდა დაუბრუნო ცოტა ხანი სტატუსი და იმიდან რა ქვია გულშემატკივრიდან იქ იმაში კაბინეტში დაგაბრუნე და აქ ვლაპარაკობდი ჩვენ შემოსვლის დროს ძალიან ბევრი რაღაცა იგეგმება კიდე საქართველოში და იქნებ მოკლედ რაღაცა ესეც ამ მაშინ რა ქვია სტუდიაში ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ როცა მინისტრთან იმყოფებოდი და კიდე ერთხელ რომ განგვიახლოთ ინფორმაცია ერთი ფეხბურთთან დაკავშირებით გეტყვით რომ რუსთავის სტადიონი წყალტუბოს სტადიონი ეს დაახლოებით რუსთავის სტადიონი შეიძლება ქვეჯგუფისთვის გამოყენებული იქნას წყალტუბოს სტადიონი ქუთაისში რო ქვეჯგუფი იქნება იმის სავარჯიშო და მოკლედ სრულფასოვანი სტადიონები კეთდება რამოდენიმე ისეთი კარგი ტექცენტრი კეთდება ტექნიკური ცენტრი იცით რა არის ტექნიკური ცენტრი დაახლოებით 20-მდე და ასე შემდეგ პლუს ამის გარდა მინიმუმ 40 დიდ ქალაქში გაკეთდება და ეს არის მინიმუმი და მაქსიმუმი 60 გაკეთდება მულტიფუნქციური ცენტრი სადაც ჩვეულებრივად ერთი და ორი სახეობა არ იქნება და ახლა რასაც დავთვალეთ იქნება დაახლოებით 10-11 სახეობა შეუძლია იქ ივარჯიშოს და რამდენიმე დარბაზი იქნება ხო მოკლედ როგორ არის იქნება სხვა მოცულობის დარბაზი რომელიც იცით თქვენ ესე ფარდები რო ჩამოდის და იყოფა 3 დარბაზად გაიყოფა ხო აი როგორც ზომა ისეთი გვაქვს მიცემული დავუშვათ პროექტანტებისთვის განივზე შეიძლება ივარჯიშოს განივზე მაქსაუბარი განივზე ივარჯიშებენ და ედროულად შეუძლია ივარჯიშოს სიტყვაზე მინი ფეხბურთმა ხელბურთმა და კალათბურთმა დამთავრდა ის ყველაფერი უცბად შეიძლება ივარჯიშოს ფრენბურთმა ჩოგბურთმა და ასე შემდეგ და თუ არის რამე საქართველოს ჩემპიონატი ან ტურნირი საერთაშორისო მატჩები ხო შესაძლებელია საერთაშორისო ქუთაისში საერთოდ სპორტის სასახლე შედება ქუთაის ეკუთვნის რა სპორტის სასახლე იმიტომ რომ ის რაც არის ახლა ვერ აკმაყოფილებს ის 2000 კაცია ლევან და ის წარმოუდგენელია ქუთაისში ჩვენ შეგვიძლია უმაღლესი დონის შეჯიბრი ჩავატაროთ შესაბამისად იმიტომ რომ სასტუმროთ საკმარისად არის სავარჯიშო აეროპორტია მთავარი აეროპორტი ძალიან ახლოს არის და ამიტომ ქუთაისში შენდება 5000-იანი სრუტა. ავტობუს კომპლექსების სასტუმროებიც მიეხმარება იმ ქუთაისი არის, რა იქვეა მიბმულია. რა თქმა უნდა, 10 წუთის გზა არის თულბატის. და ფეხბურთის გარდაც თქვენ ძალიან დიდი ისენი გაქვთ, რა ქვია, პროგრამაც და წელს უამრავი რაღაცა გითხრათ. აი მულტიფუნქციურში ამ დიდი მოედნის გარდა რა თქმა უნდა ჭიდაობა ძიუდო, დავუშვათ მაგიდის ჩოგბურთი, ძალოსნობა, სროლა, რაღაც აი სურვა ყველა მულტიფუნქციურში იქნება საცურავო აუზი. როგორც 30-25-ზე, 30-25-ზე არის წყალბურთის ზომებში და თუ ცურვა იქნება, მე ესე გაიტიხრება და 25 მეტრზე იქნება ცურვა.
არის რეგიონები მინდა არის რეგიონები სადაც 50 მეტრიანი საცურაო აუზიც აშენდება რამოდენიმე და დანარჩენი ეს მულტიფუნქციურზე მიბმულია საცურაო აუზი და ლიაგუშატნიკს რო ეძახიან ის საბავშვო და ირაკლი რა არის კიდე საინტერესო ჩემთვის ეს ყველაფერი იქნება უშუალოდ პროფესიონალური სპორტის განკარგულებაში თუ იქნება მასიურად ხელმისაწვდომი აი ყველა დარბაზში იქნება გამაჯანსაღებელი ჯგუფები იქნება ჯიმი ხო და ჩვეულებრივ მოქალაქესაც შეიძლება იმ დროს როცა თავისუფალი იქნება რა თქმა უნდა თავისუფალი რო იქნება სპორტული სახეობა რო არ იქნება შიგნით შეიძლება შესვლა ჯიმში საცურაო აუზშიც დარბაზშიც პლუს მან ეხლა კიდე ერთს გეტყვით რომ ამ მულტიფუნქციურში იქნება სიტყვაზე კულტურული ნაწილიც ეს იქნება საცეკვაო დარბაზი, სიმღერის წრე, რაღაცა ესეთი და იქნება განათლებისთვის რაღაც ხო არის ეს წრეები, ხატვის იმისი. შეგიძლია მიხვიდე ოჯახით, ბავშვი ერთი წავიდეს ხატვაზე, მეორე წავიდეს დავუშვათ ცურვაზე, მესამე წავიდეს და მამა წავიდეს ჯიმში. აი ესეთი რაღაც და იქნება და დედა აერობიკაზე და იქნება ფასი იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის რა არ იქნება მე არგენტინაზე ვლაპარაკობდით ამ კალენდარულ სარგულს ხო მაგრამ აი ნოემბრიდან აპრილის შენ ორჯერ მომიწია იყოფნა ვესწრებოდი ხა ბუნებრივი ხა მე რატო წავიდოდი ხო ერთად სამაზე აფია მაჩებზე დასასრებად და იქ თვალში მომხვდა რომ ნუ გადაწყვეტილი სტადიონები ერთია მაგრამ შემადგენლობა იმისი რა ქვია ხალხ აუდიტორიის ხო ანუ პატარა ბავშვები აი ხა იმიდან რა ქვია ლამის ზუზუმწოვარა ბავშვები მართლა პირდაპირ მიშოვ გაბარო და სოსკებით და იმითი მშობლებს მოყვანილი და ვიკითხეთ რაღაცა ხო ბავშვები ქალები აურაცხებლო რომ ვიკითხეთ თქვენს რომ ჩვენთან ეხა ჩვენ არა ვართ იმდენად მდიდარი ქვეყანაო რომ ვთქვათ კონდეს ეხა ფუფუნება მეორე რაღაც ამიტომ მიბმული ვართ კლუბზე და კლუბს აქვს ეს სტადიონი ამ სტადიონზე აი რასაც ეხა შენ ამბობდი ხო იქ არის ფუნქციონირებს არის აუზი არის კლუბი ამიტომ ამ ბავშვებს ჩვენ ვაჩვევთ იმას რომ ეს უბანი იქ ხო ეხა უბნების მიხედვით არის თქვენ ლაპარაკობთ ქვეყნის მასშტაბით იქ ეხა ბუენოს-აირესი ძალიან დიდი და დიდი ბუენოს-აირესი ფაქტიურად ქალაქების კონგლომერატია ხო იქ ცენტრალური ნაწილის გარდა კიდევ ეს ლანუსები და ავილანიდები და რაღაც არასდროს ლაპარაკობთ ყველა ქალაქებია ეს უბრალოდ ბუენოს-აირესშია დიდ ბუენოს-აირესშია გაერთიანებული ისინი აი ზუსტად ესე უდგებიან რომ კლუბზე არის მიბმული მთელი ეს ინფრასტრუქტურა და შესაბამისად ამით სარგებლობს ჩვეულებრივ ხალხი რაც ეხა აღნიშნეთ ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი ესე ვფიქრობთ რომ ერთიანი მართვის სისტემა იქნება თქვენ დაუშვათ რომ ხართ თბილისში და უცად მოხვდით ზუგდიდში მივლინებაში ან რაღაცა თქვენ ამ აბონემენტით იქ შევალ ეს იქნება თელიან საერთოდ და ეს ირაკლი ეს დარბაზები რომელიც აშენდება 40 თუ 60 ქალაქში და იქნება მულტიფუნქციური და ეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს დაექვემდებარება თუ თქვა სპორტის სამინისტროს თუ როგორი ჩვენ მაგალითად ესეთი პრაქტიკა გვაქვს რომ არის ობიექტები რომელიც თბილისის გარეთ არის და მართავს სამინისტრო მაგალითად ზუგდიდის საცურაო აუზი იქით ბიატლონის აი ესეთი რაღაცები გვაქვს და ნელ-ნელა მივდივართ იქითკენ რომ რაღაცა ნერგავთ სიახლეებს რაღაცა გვაინტერესებს ფასებს ვადარებთ და მოკლედ მიდის ყველაფერი იქითკენ რომ ეს იქნება სახელმწიფოს მართვის ქვეშ, ქუდის ქვეშ. ეხლა რო გითხრათ რომ ეგ საწარმოები თავიდან ყველა მომგებიანი იქნება, უნდა მოგატყუოთ. ხო, არა, ფინანსურს გულისხმობთ რომ ისე მომგებიანი იქნება ქვეყნისთვის. ადამიანისთვის ყველა რარიეთში მომგებიანი იქნება, მაგრამ ფინანსურად მომგებიანი ვერ იქნება თავიდან და ხო, დოტაციური თუ სახელმწიფო არ დადგა ამ შემთხვევაში ამის გვერდზე გაუჭირდება ძალიან.
ამიტომ შესაბამისად ადგილობრივ ბიუჯეტებს მაგის საშუალება არ აქვს და ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს იყოს ჩვენი მართლობის ქვეშ და ჩვეულებრივად თქვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ადამიანი რომელიც ვარჯიშობს თბილისში და მოხდა მივლინებაში სადღაც სხვა ქალაქში თუ იქ არის ეს მულტიფუნქციონალიტეტი და იქნება ის ჩვეულებრივად შევა და მიიღებს იმ საჭირო რაც გადახდილი აქვს იმ თანხის შესაბამის მოსახურებას მიიღებს. ჩვეულებრივად თუ დაუშვათ ასე გიждები რომ ჯიმის გარეშე არ შეგიძლია რო შეხვალ ჩვეულებრივად ჯიმში სადაც ზუსტად იგივე სიტუაცია იქნება. გასაგებია მე აი ეს დოტაციაზე და თავიდან არ მომგებიანი არ იქნება ამაზე მენიშნა გერმანული კვლევა მაქვს წაკითხული სადაც წერია ასეთი რამე რომ აი თუნდაც ეს წამგებიანი პერიოდი, როდესაც დარბაზები კეთდება და ხალხი ინფასად ვარჯიშობს, რომ მოგება ვერ ხდება თანხის, სამაგიეროდ იძლევა 10 ჯერ თუ 7 ჯერ თუ რაღაცა ჯერ მეტ ეკონომიას ჯანმრთელობის სამინისტროში უკვე მე როცა ესენი ასაკში შედიან. და ყველაზე მთავარი რაც იქნება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და უმაღლესი სასწავლებელი ჩვენი სპორტის უნივერსიტეტი, კოლეჯი მოამზადებს ცნელებს პედაგოგებს შესაბამისი რანგისას, რომლებიც სწავლენ და როგორც კი დაამთავრებს, შეუძლია წავიდეს და იმუშაოს ამ სპორტულ ცენტრებში. აი ადრე თუ გახსოვთ განაწილებით რო ხდებოდა დასაქმებული იქნება ეგ როგორც კი ამთავრებს სწავლა და იმუშაოს ვისაც სურვილი ექნება რა თქმა უნდა დაძალება ადრე იყო ეს რომ განაწილებით წასულიყავი გემუშავა მაგრამ ჩვენ ვაძლევთ ჩანს რომ აგერ არის სპორტული ობიექტი შენ დამთავრებული გაქვს სამწვრთნელო დამთავრებული გაქვს სიტყვაზე მენეჯმენტი დამთავრებული გაქვს რაღაც სამედიცინო კუთხით ხო წადი ბატონო იმუშავე რა ძალიან ამიტომ მადლობთ ბატონ ბიძინა რომ კითხე ესეთი რაღაცა რაც ხშირად გავიმეორებ და რაც მეტი ეცოდინება მოსახლეობას მით უფრო რა პერიოდი არის ახლა აი ეს 40 ქალაქი რო აშენდეს წელს რაც ჩაეშვება ის 28-ში უნდა დამთავრდეს და 27-ში რაც ჩაეშვება 29-ში და 28-ში რაც ჩაეშვება 30-ში უნდა მორჩეს ყველა ან 30-ში უკვე არის 4 ну საშუალოდ 20 დარბაზი შევა პირველი იყო ყველაზე ძნელი რატო რამ ხრივ ყურე როდესაც პროექტირება ახლა ფაქტობრივად გამოუცდელი სიტუაცია იყო ინფრასტრუქტურაში ჩვენთანაც რაღაც ჩვენ ინფორმაცია მივეცით იმათმა ტენდერი გამოაცხადეს იქ შემოდის ზოგი ახლა ყურე არქიტექტორი შემოდის და იმას კი არ ითვალისწინებს რომ ის სპორტული ობიექტია ის ფიქრობს რომ ჩემი პროექტი იყოს ლამაზი და საცურაო აუზში აკეთებენ დიდ ვიტრაჟებს ეს წარმოუდგენელია აი წარმოუდგენელია ვერი ვარჯიშებ საცურაოში ეგ ერთი რომ ვერი ვარჯიშებ წყალბურთელი რო ვარჯიშობს და ფუტბოლს დაყავს თვალებში რომ ზე შემოვიდა ვერც დარბაზი სხვა სპორტსმენი არა ყველაზე მთავარს გეტყვით ეს ამდენი ვიტრაჟი ზამთარში არის ცივი ზაფხულში არის ცხელი შესაბამისად გათბობა და მე კონდენსირება ორივე იმხელა ხარჯს წევს არაფერში არ წერია და კიდე ბევრი მზე წყალს ამწვანებს ახლა ხო მართალი ვისაც აქვს აუზები ყველა მიწის და ბევრი მზე წყალს ამწვანებს და ემატება ქიმია ემატება შრომა და უხსნით არქიტექტორებს და ბოლოს ერთმა მითხრა ნაცნობა მე ესე ვხედავ და თქვენ რაც გინდათ ის გააკეთეთო და ისე გამოვიდა რომ ამ კომისიაზე ჩემს მეტი არავინ არ ეწინააღმდეგება ამას ყველას მოწონს რომ იქიდან კარგი ხედია სიტყვაზე თელავში კეთდება და ვაიმე აუზიდან ჩანს თელი ალაზნის ველი და კავკასიონი კაცო იმ წყალბურთეს უნდა ეხა კავკასიონი და ის არა კავკასიონს თუ ის კეთდება რომ სიტყვაზე რუჯი მიიღო დავარქვათ რომ ეს არ არის ისა რა წყლის სახეობა არა ეს ცალკე გავაკეთოთ არის კიდეც ეხა რუჯის მისაღები აუზები თელავში არ აკლია ხო და არა ნუ მეუბნები რომ თუ ეს ამისთვის არის მაშინ და თუ იგივე სპორტულ დარბაზში რომელსაც ქუთაისში რო კეთდება უცბად პროექტი იყო რომ აი ეს ვიწრო ფანჯრები იყოს სავსე ვეუბნები რომ არის თელავში გაკეთებული და AMC-ის ფარდები გვაქვს ჩამოფარებული რომ არ შემოვიდეს და ტელევიზიას უშლის მოთამაშეს უშლის ვარჯიშს ავსტრიაში რო ვიყავით არ გახსოვს იქ ნაკრებისა და თამაშის შუშები რო იყო და მზე შემოდიოდა არაფრით არ შეიძლებოდა თამაში თელავზე სასაცილო ამბავი გითხრა ეხა შარშენაც ხო ჩავატარეთ იქ ახალგაზრდული გოგონების წელს ვაჟების იქნება
მომავალ წელს ჭაბუკების და მომავალ წელს ისე გოგონების გვინდა და აგერ სამინისტროს გეხმარება და კარგია ეს აი როგორც ხელ ფეხბურთში ტარდება ისე ხელბურთში სხვა სპორტებში აგერ ძიუდო იყო ყველაფერი ეს რა თქმა უნდა პოპულარიზაცია და ხა რომ უნდა ჩატარდეს აგვისტოში ეს ვაშთა ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი შარშახო ტოპ მენეჯერის ტოპ ორგანიზატორის ჯილდო მივიღეთ ისე კარგად იყო თელავილებს დიდი მადლობა და რა ვქია წელსაც სხვა დელეგატია რა ვინც უნდა ჩამოვიდეს და შეისწავლოს და ჩამოვიდა ხა და რა ვქია დაათვალიერე აი სანამ ისრაელთან ვითამაშებით ორი დღით დაათვალიერე ყველაფერი აქეთ იქით და ეხლა იქ წავიყვანეთ მოვიყვანეთ ვანახე დარბაზის ასტუმრო ყველაფერი და ბოლოს გამოსამშვიდობებელი შეხვედრა არის და უნდა წავიდეს აეროპორტში მანქანა დაქოქილი და კითხვა არის ესეთი რომ აი ბოლო ნუ როგორ მოგეწონათ ეს არა იდეალურია აუცილებლად ჩატარდება ვაქო და უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს რა და რა კითხვა გაქვს შეიძლება რომ დედა ჩამოვიყვანო იმიტომ ასეთ კარგ ადგილას სად წავიყვანო მე არ ვიცი და ეგ არის ხო კარგად როცა არის ორგანიზებული დაინტერესებული თვითონ ის რეგიონის და დართეთნება კი ეხლა ჩვენი დარბაზებია აუცილებელიც არის ჩვენი დარბაზებია გორში, თელავში და ბათუმში, ხო? ერთნაირები. ბათუმში ჩატარდა ეს ევროპის ჩემპიონატი. გორში აი ყოველ კვირაში ტარდება ხან ძიუდოა, ხან ჭიდაობა, ხან MMA, არ იცით რა დატვირთულია ეს დარბაზი. შუალედში კალათბურთის გუნდებია და ისინი ვარჯიშობენ, თამაშობენ. აქეთ თელავშიც იგივე სიტუაცია არის ფაქტობრივად ხელბურთის ბაზა გაკეთდა იქა და შეკრებები ახალგაზრდები ისინი სულ იქ არიან კიდევ თავისი კალათბურთის გუნდი იყო მე ხა წეღატყვილა კი არ გითხარით დარბაზების ნაკლებობაა რა დარბაზების ნაკლებობაა და აი ზუსტად ის მულტიფუნქციური აძლევს იმის საშუალებას რომ ერთი კი არ იყოს თელავში იყოს მეორეც იქ აუშვათ გორში ერთი კი არ იყოს მეორეც იყოს და წავიდნენ იქ ვარჯიშონ რა და მე წინა იმაზე მოსვლაზე თქვით ერთი რაღაცა რაც მენიშნა და ძალიან კარგია მართლა რომ აქამდე მარტო კალათბურთზე იყო გათვლილი ის რა ქვია დარბაზი და ეხაო ის მულტიფუნქციონალურია ანუ ისიც რა ქვია ხელბურთიც სიტყვიერად დაფიქსირდება იქნება 60 და სიგანეში იქნება 45 ყველაზე დიდი ზომა აქვს ხელბურთს და მინიფეხბურთს 40 60 იყოფა შუა სამ ნაწილად და შესაბამისად 45 გაძლევს იმის საშუალებას რომ სამ მხარეს უნდა იყოს ტრიბუნები და უნდა იყოს ჩვენაც ნახეთ შვედეთში გამოსაწევი გამოდის შედის და კედელთან რომ იდის მეტრი და 30 ბავშვთა ტურნირები შეიძლება სამივე გადატეხულში პარალელურად მიდიოდეს ჩვენ ახლა ესპანეთში ვიყავით ამ ახალგაზრდულ ტურნირებზე ხო და ერთ დარბაზში რამდენიმე მატჩი მიმდინარეობდა ზოგ ქალაქში აუზი კიდე უბრალოდ აუცილებელია ყველაფრისთვის აუცილებელია რელაქსისთვის ვარჯიშისთვის თავისთავად ცხადია გაჯანსაღ ჩვეულებრივ ფიზიკურად რომ ჯანმრთელი იყო იმისთვის და ეს აუზები თითქმის კი არა ყველგან არის ყველგან ქუთაისში სადაც შენდება სპორტის სასახლე იქიდან 100 მეტრში არის დღეს მოქმედი 50 მეტრიანი აუზი კიდევ ამათ 30 თავარი კიდე ერთი და მე გადავიდეთ უკვე თორე ლაშა აგერ ეკავება ხელები ისა რა ქვია კარგი რა არის იცი ბიძინა ეხა გარკვეულ პერიოდში უცბად მიაყარეს და ბევრი დარბაზები რომელიც ახლა გამოდის უკვე წყობიდან აშენდა მაგრამ საფარი როგორც წესი იყო ხოლმე ბეტონზე დაგებული ეს ლინოლეუმი და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის ეს არის დამღუპველი იმიტომ რომ ტრამვიანობა და ის წაქცევას და აი ამ ახალ შლატერებს რო ეძახიან ხო იქიდან მოდის ეს ყველაფერი ეხა შენ ეს ახალი დარბაზები რო შენდება თავარი კიდე ის გარდა იმისა რომ პარამეტრები სწორად არის თორე ეხა მაგალითად ფოჩი ადრე რო აშენდა წლების წინ დარბაზი კარგია ყველაფერი მაგრამ 6 მეტრი დააკლდა რომ თქვა ხელბურთის საერთაშორისო სტანდარტში ჩამჯდარიყო რა ეხა იმიტომ რომ ამბობს 65 მეტრი არის და 45 სიგანეში ეს ნიშნავს რომ ნებისმიერ საერთაშორისო ტურნირს დააკმაყოფილებს და საფარი მათ შორის იქნება ისეთი რომ
პარკეტი და თუ თქვა რაღაც სპორტს უნდა სპეციფიური ის ტატამს დააგებს, ხელბურთი გელფლორს დააგებს, ყველა თავისეს დააგებს და ამორტიზირება თავისი აქ ჭიდაობს ამორტიზირება, ანუ ბეტონზე დაგებული საფარით უკვე აღარ იქნება დარბაზები. ეს არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი. ერთ საიდუმლოს გეტყვით, რომელიც ჩაიარა უკვე, სანამ ისრაელის თამაში იქნებოდა, ბიჭებმა იციან, ძალიან შევაწუხე ჩემი ევროპელი და სოფლიო ფედერაციის მეგობრები და ვთხოვე, რომ საქართველოს ნაკრები, რომელიც თამაშობს უკვე მეორე წელია ევროპაზე ხვდება ჩვეულებრივად ხელბურთში, პრობლემა არ აქვს და ხვდება, იქ აჩვენებს ღირსეულ თამაშს, იმიტომ რომ რილსი არ არის, რომ ჩვენი ნაკრების მოთამაშე არ იყოს. მითხარი, მე ჭირს მეთქი სოფლიოზე მოხვედრა, იმიტომ რომ ძალიან რთული ისე გაქვთ მეთქი და იქნება wild card-ი მოგცეთ. და თან wild card-ის პრაქტიკა აქვს. აქვთ wild card-ის პრაქტიკა, წინაზე მიცეს ფარერებს. ხო, მე ვთქვი, მოგოცით მეთქი ეს wild card-ი. ხო და რა გაქვთო, რა ვინ უნდა გადალახოთ? მე ვთქვი, ისრაელი იქნება გადალახა და უბრალოდ მე ესპანეთი ხვდება და ნუ შანსი არ არის მეთქი რა. ამაზე დიდხანს ვილაპარაკეთ, მიმოწერები ქონდა, ყველა ჩართული იყო, ხო იცი, ევროპის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტი, ჩემი მეგობარია, ის ცალკე, აქედან სოფლიოსთან კიდე ცალკე, იქიდან მოკლედ ეგვიპტე და რა არ იყო ჩართული და ეხა ისრაელს აძლევენ მას? არა, ისრაელს არ მიცემენ, მაგრამ ნუ ის შანსი რო ქონდა 90-10-ზე, პირიქით შეიცვალა 10-90-ზე ახლა. არა არ ჩერდები. არა, ხო, კარგი. არა, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ღირსია, რომ მონაწილეობდეს სათამაშო სახეობა იყოს და სხვათა შორის სოფლიო ჩემპიონატის ჯგუფიდან გასვლის შანსები თუ მოხვდი იქა, მოხვედრა ძალიან ძლიერი, თორე იმ ჯგუფიდან გასვლა უფრო ადვილია, ვიდრე ევროპის ჩემპიონატიდან რო გახვიდე ჯგუფიდან. ხო, იმიტომ რომ ევროპის ჩემპიონატი არის ფაქტობრივად სოფლიო ჩემპიონატი. უარესი. ყველა 4-ვე გუნდი ევროპელი ყავს ჯგუფში და იქ ერთი გეყოლება აზიელი, ერთი გეყოლება სამხრეთ ამერიკელი და შესაბამისად შანსები ხა დიდი პატივისცემის მიუხედავად არგენტინას მოუგო უფრო მეტია ვიდრე ხორვატიას. ალბურჩიც ეგრეა სხვათა შორის. ხო, ეგრე არის, კი. ევროპა არის სულ. ალბურჩი ჩვენს ვაჩვენეთ და მინდა კიდევ ერთხელ მიულოცოთ მართლა საოცარი ძალიან დიდი და მქონდა ავსტრალიაში ახალ პრეზიდენტთან ესეთი რა ქვია პრივატული და ისეთი გეგმები აქვს რომ ყველაფერი ეს თუ განახორციელეს და ისეთი პირი უჩნევს რომ ეს ნამდვილად განხორციელებელია ხა ამკეთებელი იყო ხო გითხარით 28-ში ევროპის ჩემპიონატი იქნება იანვარში და ძალიან დიდი შანსია რომ ამ ევროპის ჩემპიონატიდან მოხვდე ოლიმპიადაზე რატო მანამდე უკვე მსოფლიო იქნება ჩატარებული და იქ უკვე ვიღაცები განაღდებული იქნება და აქ 6 გუნდში რომ მოხვდე ან შეიძლება 8 გუნდშიც რომ მოხვდე გარანტირებულად ვიღაცები ვისაც უკვე აქვს ისინი ამოვარდებიან. ისინი ამოვარდებიან. ამიტომ ჩატარდება საქართველოში, ჩატარდება გაგიკვირდება და ახალ სპორტის სასახლეში, როგორ აბაზე თუ კიდე ცალკე გადაცემაში მოვარდა მოგიყვებით, ეს არის სასწაული ტექნოლოგია, აუზი კეთდება იმ დარბაზში, სადაც ჩვენ ხელბურთს, კალათბურთს და იმას ვთამაშობთ. რანაირად? აი, მაგაზე ცალკე მოვარდა. დაბავებული ვიდეოსაც მოგიტანთ კომპანია. ეხა ბოლოს ევროპის ჩემპიონატი სადაც იყო, იქ მასე იყო გაკეთებული ჩვეულებრივად. ზომა ყოფნის? რა თქმა უნდა, ზომა ყოფნის. ზომაც ყოფნის და მეტიც ხოროს ხალი რა ჩადის. ის სასწაულს აკეთებენ. ბიზნესი აი გაოცებული, პირდაღებული უყურებთ. მე შემიძლია ვიდეო გაჩვენოთ, არა პროფესიული, მაგრამ მეზობელი ყოველ შემთხვევაში ცოცხალი არავინ არ არის იქ, იმიტომ რომ ხო, მან სადაც არის, ხო. კარგი, გადავიდეთ ახლა ცოტა, იმიტომ რომ საკამათოები იყო და მე შეიძლება დრო იყო ყველაფერი. კარგი, ჩემპიონთა ლიგის მატჩებიდან PSG Bayern. პირველი პენალტი ჩვენ კარში, თქვათ ესე. რომელიც თავიდან თითქოს უცნაური წაქცევა კი იყო, საჯიკი არის დარწმუნებული ძალიან. კი, ისე გაიშვიათ იცი რომ. მაგრამ აქ არის ნიუანსი, რომელიც შემდეგ გამოჩნდა.
პაჩოს ვარდნა აი. და ჯერ არა, დიასი. ჩემთვის ეს პენალტი არ იყო თავიდანვე აშკარა. არა, მე რომ ჩაუჯექი მე მგონი ის ფეხი რომელიც ჩაუდგა ის არ აქცევს, ხო? არა, აი ეს პირველი კონტაქტი ვისი მხრიდან, აი აქედან ჩანს. ეს ურტყავს დიასი ურტყავს პაჩოს. ანუ პაჩოს ქმედება, ეხლა ჩვენ დამცველს ვერ აუგზავნავთ, რომ ვარდნაში ბურთზე წახვიდე. და წოდებათ ამ მიწდა ბოლოსაც თან. მთელი ქმედება ცენტრალური მცველის პაჩოსი არის ის, რომ ბურთზე ანუ დიასზე არ უთამაშია. და ცალკე კიდე გავემეორებ ეს ეპიზოდი და ცალკე დიასის ქმედება რა იყო? ანუ ბურთი უკვე მოძრაობს მარცხნივ და ამის მარჯვენა ფეხის ჩადგმის მცდელობა იყო ის, რომ დაესწრო, რომ მე დაუშვათ პაჩო დაჯახებოდა იმ ფეხს, მაგრამ გამოვიდა ისე, რომ გაშლილ ფეხს ურტყავს პირიქით. ხო. თვითონ. ხო, აი ამის შემდეგ რაკურსიდან ჩანს კარგი. აქედანაც ჩანს. ამ რაკურსი ხო უყურებენ იმ ხო, აი ეს პირველი კონტაქტი არის დიასის მხრიდან ჩარტყმული ფეხი. ხო უყურებენ მაგრამ. ხო უყურებენ და პრობლემებია რა. მე შენ არ მეთანხმები ხოლმე ხშირად, აი რასაც ახლა ვიტყვი. აი ესეთი მომენტი როცა არის, ანუ ბურთს ბოლომდე ვიღაც არ აკონტროლებს. ვინ ეხება წვეტით და ვინ რაღაცას კი არ გეუბნება. აი ფეხში მოგდებული არ აქვს და აშკარად მოტყუებული მეტოქი არ ყავს და აი ბურთისკენ როცა ორივე ერთად მიდის, ხო, იქ პატარა შეხებებზეც ვინ ვის პირველი მიადო ფეხი, მაგის გამო პენალტი არ უნდა ინიშნებოდეს. არა, ეს ვიცი, გვექნება. აქ არ გედავები, მაგრამ პირიქითაც რომ მომხდარიყო სიტყვაზე, იმას რომ დაესწრო იქ ფეხის ჩადება და იმას მიედო ფეხი, თუ არ ურტყავს, თუ არ აქცევს, თუ ბურთისთვის კი არ იბრძვის, უშუალოდ ამის გაჩერებას ცდილობს და ეგ კი, მაგრამ ეხა ბურთზე ფეხბურთი ყველას გითამაშია და ნეიტრალურ ბურთზე რო არის თამაში ხან შენ მოგიხვდება პატარაზე ფეხი ხარ და აი ეს არის ხო ეხა ვინ არღვევს ეხა აქ წესებს ხო არღვევს ეს ხო რატო იმისი ამის დანახვას რა უნდა კუთხით ნამდვილად და მე რეკეცავს მუ ხო ნუ ეხა გაშლილი ფეხი პირიქით დიასი იყო აქ გასაფრთხილებელი მინიმუმ ყვითელი ბარათი ყვითელი სუდა მე ნუ ეხა გაშლილი წითელზე გადამოწდება ესე რომ დაიჭერთ ეხა ეხა გავიგე მაგრამ ესეთ ეპიზოდზე გაძვებული არ გინახია გაშლილი ფეხს რო უყავენ მოკლედ ეს ხო ესეთი შეცდომა ეხა ჩემპიონთა ლიგა ეს ყველაფერია არ ვიცი ხა როგორ უნდა ნიუანსები არის რა ეპიზოდებში ნიუანსები არის გასათვალისწინებელი არა ეს ნამდვილად არ ვიცოდი ეს ისა სად როგორ და რანაირად მეორე ეპიზოდი როდესაც ბაიერმა გააპროტესტა ეს პენალტი ასხლეტა იყო მაგრამ აქაც ნიუანსია ხო კი ბატონო დარტყმული და ხელი ეს ასხლეტა ამოიღეთ იმ წესებიდან ეხლა ხან მოქმედებს ხან არ მოქმედებს ჩვენ გაგახსენეთ დევისის დააკვირდი დევისის ქმედებას ჯერ აქვს ხელები უკან კი მე აი რა საჭიროება არის რომ მარცხენა ხელი გაშალოს დარტყმის მომენტში ხო აი ამის აუცილებლად ანუ წაქცევას იწყებს და არის ხო შეკითხვები იცი რა ვერ იდებენ რა ეს ხელები მიწებებული ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო გოჩა მაჩაიძე ვიცი და დილივიო ეგრე დარბოდნენ ამდენი ფეხბურთელი იყო სიბილი ხო არა ძნელი ეს ხელები მიწებებული იმაზე ირბინო რა მომისმინე აქსი დარბი ის არ დარბი მანუჩარი რომ გოჩას მოიყვარა ბურთს რომ მოატრიალებდა ამ ხელებს ისე შემოიქნევდა ხოლმე აქ გავიმეორებ ეს ეპიზოდი სირბილის მომენტი ხო არ არის ეს ეხლა ეს არის ეპიზოდი როდესაც ფარავს დარტყმულს ხო ხელები აქვს უკან და უკან წაღების შემდეგ აი ეს სირბილია აი ეს რა სირბილი რა შუაში აქვს ხო არა სირბილი შლის ხელს არა ეს შლის მაგრამ ხო მიუხედავად იმისა რომ აქ ხო ფეხში ხო უცელში თუ ჩვენ რამდენჯერ ვისაუბრეთ ამ გადაცემაში მე ვიცი რომ თუ ასხლეტის მერე სწრაფად ვერ მოხდა რომ ხელის გაწევას ვერ ასწრებ და არ არის გასაგებ მაგრამ
როცა ხელის მოძრაობა არის ესეთი ბურთის მიმართულებით და არა პირიქით. აბა ხელი მიბჯენილი თუ ასხლეტის გარეშეც არ ნიშნავს პენალტს და გრიზმანის ხო დაეტოვებინა ის ხელი არაფერი აუცილებლობა არ იყო რომ მარცხენა ხელი ანუ მარცხენა ხელის გაშლის აუცილებლობა როდის იქნებოდა იცი როცა ფეხბურთელი აი ვარდნაშია და ინსტინქტურად თავს იცავს ხო იცი რომ პირდაპირ თავი არ დაარტყას და ან აი წაქცეულზე რატო ახშირა მაშინ მოვიგონოთ როგორი მაისურები იცი პენალტი აი შურიკას როაცია იმაში რა ქვია არა შუა პირდაპირ როცა ქონდა ხელებში ჩაუკა როცა ქონდა ხელები იცავდა თავს რომ პენალი არ გავაკეთო კი და მე ხელი რო წამოიღო ის იმაზე ხوار ფიქრობდა რომ ასხლეტით მოხდება ისე გამოუშვა რომ ხელზე უნდა მოხვედროდა და უკვე მად დასაცავი აღარ არის დამცველი ხო არ ეთანხმები რომ პენალტი მაგაში არა პენალტი არის მაგაზე კი არ ვამბობ ხა პენალტი ხო და ასხლეტებზე ჩვენ ამ გადაცემაში არ ვამბობ წესები ასხლეტა იმ შემთხვევაში არის ამ შემთხვევაში ამის გართულებას საერთოდ ამოვიღოთ რა ხელი არის პენალტი ან მარტივად ვაფშე კითხვა არ იქნება მოხდა რაში პენალტია დამთავრდა ასხლეტა გამოსხლეტა ის ხელი ამაზე არა თქვენ რა არის ასე ეხა ხო დაინიშნა პენალტი და ვამბობ რომ არის პენალტი მაგრამ აგერ ხარ თქვენ და აგერ ვარმე იქნება ეგ მომენტი და არ დანიშნავენ პენალტი საჯი იტყვის რომ ასხლეტელი იყო აქამდეც მგეთქვი აი ხო და ამიტომ ინტერპრეტაციის საშუალება რომ მოისპოს ხელში მოხდა არის პენალტი დამთავრდა და ასხლეტებს რა შეეხება ჩვენ ამ გადაცემაში ბევრჯერ ქონდა მსგავსი მომენტები და გულშემატკივარის მესმის რომ ასხლეტებზე მიეჩვიენ რომ ხშირ შემთხვევაში ეს პენალტები არ ინიშნებოდა მაგრამ ამ შემთხვევაში ნიუანსი ახსენე ატომას დაინიშნა და იმ შემთხვევაშიც ვეთანხმებოდი პენალტს, იმიტომ რომ არასწორი ინტერპრეტაციები ხდება და ისევე როგორც ბიძგები და ჩვენ დავაკვირდეთ ახლა ნახევარფინალებზე, იმიტომ რომ იქ მოხდა საჯებში შეკრება და კონკრეტული მითითების მიცემა ეს იმას ანიშნავს რომ UEFA ახლა გამოვა და საჯაროდ იტყვის რომ აი მიუნხენის ბაიერნს ეკუთვნოდა პენალტი, როდესაც ორისეს ზურგში კრეს ხელი აშკარად. და არ დაინიშნა პენალტი. ამას საჯაროდ არ იტყვიან. იქ საჯებს ეტყვიან რომ რაღაც გახშირდეს ბიძგები და ამას მიაქციეთ ყურადღება. გახშირდა ეს უაზრო ასხლეტების გამო აშკარა პენალტების არ დანიშნა. ანუ იქ ასხლეტა სხვა ეპიზოდებია, რაც ჩვენ აქაც გვისაუბრია, სხვადასხვა ნიუანსებია იქ, რომ ასხლეტა როდის შეიძლება იყოს ამინისტია და დაუშვათ ასხლეტის გამო არ ხო და არ უნდა იყოს არაფერი და მორჩება რა აღარ იქნება დავა რა მართალი იმ ასხლეტა ჯობია საერთოდ ამოიღო იმიტომ როცა ჩაწერ იქ რომ შენ ასხლეტა საკუთარი სხეულიდან მე უკვე ბაიერნის გულშემატკივარი გეტყვის რომ ამერ ასხლეტა ხო მეტი ასხლეტა რა გინდა ხო ასხლეტა იყო კი ხელი გაშალა არ გაშალა მაგრამ პირდაპირ ხელში ხო არ მოხვედრია ხო კიდევ იყო ეპიზოდი აქ აბა მიდი ხვიჩარო შეიჭრა საჯარიმოში და განსხვავება არის რა აი დიასის ეპიზოდს და ამ ეპიზოდს შორის უბრალოდ ქმედება ბაიერნის მცველის არ იყო დარღვევის ხო კი მოსდევს ყველაფერი არა ეს თვითონ ურტყავს ხო ანუ განსხვავება არის ხო ეხლა ჩვენ მე ძალიან მინდოდა პენალტი დანიშნულიყო მაგრამ თვითონ ხვიჩამაც ხო გაიაზრა და დიდად აღარ ზურგი დგას და უკრიდან ხო გაუპროტესტებია აი განსხვავება რა არის ხო ბურთზე მიდის და არა დიასიმა როგორც გააკეთა ეხლა ამასაც რომ ხვიჩას მხარეს ფეხი გადაედგა აი რა არის სხვაობა ხო არის გარბი ხარ და არის რომ აი ფეხს პროვოკაციულად წინ დაუდგავ და მე დაუშვათ კი ხვიჩა მოგარტყავს მაგრამ დარღვევა ჩაითვლება იმიტომ რომ შენ იმას უშლი ბურთთან მისვლას ამ შემთხვევაში გადარჩენ ხო ბაიერნის ფეხბურთელები რომ პენალტი არ დაენიშნა ამბილად მოკლედ რაც გიცმინეთ ყველაზე ისეთი საჩოთი რო იყო პირველი ჯერჯერობით ხო არა და ძალიან გასაკვირი რომ იქ ვერ შეაფასეს წესი ხელი რატო გამოწია და მოხდა და რაღაც ვერაცდები და იქ ცოტა ისეთი ხო ისეთი სოციალურ სივრცეში ეს განხილული იყო ძალიან ისე შენელებულად და ისეთი ფეხის კარგი ძლიერი ფეხი ქონია რომ არ მოწყდა რაღაცა ხო სერიოზული კონტაქტი მიიღო მეორე მატჩი ო მათუ პენალტები ატლეტიკო არსენალი
აი ხა ესეთი უარესი აი მივედით იქამდე. ხო, მივედით იქამდე. ბიძგი სიმეონემ თქვა სხვათა შორის, რომ ეხლა პენალტი ჩვენ მივეჩვიეთო, რომ ეხლა ამაზე არ ინიშნება ხო, თითოს მართალი არის პრინციპში, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ეხლა საჯარიმოში ესე შეახტე ფეხბურთს ორი ხელი და ესე და სარაგბოილეთით წააღწიო, ხო. ანუ მესმის სიმეონეს აზრის იმიტომ რომ აშკარა ბიძგები იყო ჩემპიონთა ლიგაზე არაერთი და არ დანიშნული პენალტები, მაგრამ ისევ იმაზე მივდივარ რომ ნახევარფინალების წინ საჯები ყველა დაიბარეს და გააფრთხილეს რომ მაგრამ იმ საჯებმა გააფრთხილეს გუნდები აი ეგ არის სწორედ რომ გუნდებს მე ვიცი რომ დიდი ტურნირების წინ აი ხელბურთშიც იყო რომ გიბარებენ ფეხბურთშიც ყოფილად სეზონის დაწყების წინ გიბარებენ და კლუბის წარმომადგენლებს უტარებენ სემინარს და ეუბნებიან რომ ამ ტურნირზე ყურადღება მიექცევა ამას და ამას. აი მაგალითად ახლა ევროპის ჩემპიონატზე ხელბურთზე რო ვიყავით ჩვენ პირველად იქ ხوارიო ბურთს რო წებო ან რაღაცა ზოგადად გაჭუჭყიანდება მიაქვთ სათადარიგოთა სკამთა და იქ პირსახოც რაღაცას იღებენ მოწმინდავენ და დააბრუნებენ. მახსოვს რომ იქ ჩვენ სპეციალური თათბირი ჩაგვიტარეს და გვითხრეს რომ ბურთი თუ დაზიანდა ან გაჭუჭყიანდა რამე არავინ არ წაიღებს თავის სკამთან აძლევთ საჯი წაიღებს დელეგატის მაგიდას და მოიტანს ახალს თქვენ ბურთის წმენდას და იმას თავი დაანებეთ არის რაღაცები რასაც იგივე შეიძლება თქო რომ აი ბიძგებზე იყო ეს გახშირდა და თქვენ რო არ გეგონოთ რომ ეს დაშვებულია ეხლა ჩვენ გავამკაცრეთ და ამიერიდან პატარა ხელის მიკარებაზე დავდეთ პენალტს გეთახმები რაში იცი რომ პრობლემა ჩანს ის რომ იგივე UEFA ატარებს ჩემპიონთა ლიგას და UEFA-დან რომ როცა არის რაღაც აკამათო ეპიზოდები და ამაზე არის დიდი ხმაური რაღაც პასუხი უნდა გაცერა რომ ეს სწორი იყო თუ არასწორი იმიტომ რომ საჯირო ბიძგზე აშკარა ბიძგზე პენალტს არ ნიშნავს გორიერისი ჩვენ ვერ ხვდებით სწორად მოიქცა თუ არასწორად მე კი ვფიქრობ რომ არასწორად მაგრამ მე მაინტერესებს ზემოთ რას ფიქრობენ ისინი რა ანუ ეს არ არის პრობლემა წესით ეხლა არ უნდა იყოს პრობლემა რომ კონკრეტულ ეპიზოდებზე მე კუკურეას ხელის არ იყოს ორი თვის მერე გავიგოთ რომ ხო თურმე იქ პენალტი ყოფილა და გვაპატიეთ ეხლა ესე არ უნდა იყოს ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ბიძგები ერთი მომენტი ჩვენ ვამბობდით რომ ეს ბიძგები ხო არ ამოიღეს წესიდან იმიტომ რომ აი თამაში ესწრებოდა ხა რივერი ბოკა და ბოლო წუთზე დააგდეს როგორ გადაეჯახა იმას გადააგდო 5 მეტრზე კაცი იმხელა ბიძგი იყო და პენალტი არ დაიმიშნა ის საჯი იყო კამიკაძე იმიტომ რომ დანიშნა პენალტი დასანიშნი მაგრამ მაინც რივერის კარში და რივერს არ დაუნიშნა 100%-იანი პენალტი. მან იცი რა მოხდა, მე იყო დიდი ჟაბა ასე იქ რა. პალეტა გახსოვს ფეხბურთელი, მე იტალიის ნაკრებში თამაშობდა არგენტინელი. აი ხა ხაზეო. მაგის ძმა ყოფილა ვარის მსაჯი. და გაცხადებულად ამბობს რომ ბოკას თომაგია. ხო, ნუ ეხა მაი და იმან თქვა, მაგრამ იმას რა ვარის საჯი რა თქმა უნდა მოედაზე სასწავლებელი არ დაუძახა ვარ. არ დაუძახა. აი მაგაში. არ დაუძახა ხო იმას დაენახა. ხო და აი არ დაუძახა გადაერენ ამაზე, მაგრამ ის რა ქვია, მსაჯი დაუწერეს 8 შეფასება 10-დან. ანუ ფედერაცია ვინც გეტყვი 8 თლად კარგ ნიშნად არ ითვლება მსაჯობაში. სკოლაში კი? სკოლაში კი, მაგრამ საჯობაში კი. 4-იანი არის? არ არის თლად მასე 8. ნუ იქ ორიანებს არ უწერენ და ხო არა, პატარა ნიუანსები ხა. ცოტა იუმორის თემაა, მაგრამ სასტვენი საერთოდ გეგზალება რომ ხელში დაიჭირა. 8 კარგი ნიშანი არ არის, მაგრამ მაგ ეპიზოდში ხა უფრო დაბალი ნიშანიც შეიძლებოდა დაწერილიყო, როცა ესე აშკარა მომენტს ვერ ხედავ, მაგრამ განსაკუთრებით საჯოს იღებს ვარის არბიტრი, იმიტომ რომ ყურადღება არ მიიქცია. ხო, მაგრამ შემდეგ ხო უკვე შემდეგ თამაშზე ის პალეტას დანიშნეს. ხო, ნუ და ხო ეგეც კიდეც ალკეთ იტალიის სკანდალი როა ეხლა როკი, ხო, საჯოს უფროსი რაზეა, რო ზუსტად ეხ манипуლირება წავიდა ვარი მსაჯებზე, ხო, წარმო მოედნი მსაჯს დაანებეს თავი. აკაც არის თელი მანიპულაციაზე დაუძახო თუ არა მომენტი აქვს შეიძლება ვერ შეშალა და ისეთ მომენტში დაგიძახებს რომ მე მსაჯები ამბობენ რომ წნეხის ჩვენს მოვეკეცით და ეხლაც გაგხსნით ეგეთ ეპიზოდს ესაც იქნებოდა სიმეონეს ბრალდება ეს რომ სიმეონემ შეაშინაო მაკელიო ეგეც არ არის გამორიცხული კბილების ის მესმოდაო ღრაჭუნ
ძალიან ახლოს იყო ის. აბრალეს ყველაფერი ამ. კარგი, ნუ აი ხა პენალტია, რა ვიცი, ორი ხელი მოხვია, დააგდო, საჯარო და მესამე პენალტს უნიშნავდა კაცი. არა, აქ ამ ეპიზოდს მანდ მივათ მაგამდე. კაი, შემდეგი ეპიზოდი, ხა საკმარისი, არასაკმარისი, რას ქვია, არასაკმარისი, ორი ხელით მოხვია ხელით და წააქცია. აი, გავიგეთ ეგ, აჰა. ხო, ეს ნუ ესეთი ორ ფაზიანი კომბინა ის არის მომენტი, როდესაც აქ ორი პენალტი. გრიზმანის დარტყმის შემდეგ აი შევადაროთ ბაიერნის მომენტს, ხო? არ გაშალა ხელები. დატოვა ისე უკან წაღებული როგორც იყო და შესაბამისად პენალტიც არ დაენიშნა და არც მომავალში დაენიშნება მინდა გითხრათ. კი, მაგრამ ხა ჩვენ კარში დაარტყა და კი, გასაგებია ბიზნეს აზრი. ამაზე პენალტი არ არის ხა 100%-იანი პენალტი. მე გეტყვი ეს არის 100%. გაშევდო, როგორ არ გაშელა, ამოწია. არა, თქვენ არაფერი ამბობთ. აქ მოხდა ერასია, აქ არის იმისი რა ქვია, აქ არის იმის ხელი, იქ ბენედეტო ჩელინის და იმის. ხელი არის ხელი. გაწია მოხდა და წავიდა სხვა მხარეს. რითი მოიგერია მან. წესები რას რითი მოიგერია. უკან წაღებული მიბჯენი როგორ წაღებული წინ როგორ მოიგერია. უკან გონდა წაღებული. ეგ გაჩაწერა ფეხი რო გონდა. რითი მოიგერია. უკან არ ხონდა რითი მოიგერია. რითი. მე ეგ მე გეკითხები. შეუძლია რა ნაწილით მოიგერია. მიბჯენილ ხელზე მოხდა. უკან წაღებული. მიბჯენილი. ხო, სადაც ხეულზე საწა იყო. წეღანიძე ხო გომერებზე რითი მოიგერია. წეღანიძე ხო შურიკას ხალათიო და კარგი, ხელი მოიგერია ვისაც ჩაწვა. განახი ეს მომენტი ერთი კარგი. მე ვამბობ როგორ არის წესებით. აი შეხედე ხა რა. კაი, რა შეხედე. არის? სადა აქ მიბჯენილი რა, მითხარი. მივჯე მეტი ეხლა შიგნი ხوار ჩაყლაპავს. შემოწრი ზუსტად არის ისე რომ მიბჯენილი, შენთვის მიბჯენი მიბჯენილი. კურსიდან არის, აქედან არ ჩანდა, გვერდიდან ჩანს კარგა მოგერა. ეხა მომისმენთ ხო, აქედანაც რა არის, ისე მდგომარეობაში მომჯენილი, მაგრამ ესე დაგვაგვიწია რომ მოხდეს და წავიდეს მაგარი, როგორ არა ეხა ის არის ეხა. იდახში ეხა არა, მომჯენილი იყო ხელი ბაიერნის მცველს რო ქონდა უსტანამ გაში. უკან. არა, ეგ იყო თუ მომჯენილი. გაწია, კი მაგრამ ეს არის პენალტი. მოდი ახლა შემოვიწეროთ მომჯენილი ხელის განსაზღვრება. მომჯენილი ხელი უყურე? არა, მიბჯენილი. არ არის აი აქ რო თუ რომელი ხელი უნდა ეს რო გაქვს, ეს არ არის. იმიტომ აქ ხელი გარეთ ამაგა. აი შიგნი როგორ გექნებია. არა, ესე თუ გაწევს. ჩემთვის ლაშა, აი პრიჟატის რა ეძახიან, ხო იცი ქუჩაში. ჩემთვის ეს შეხედე ეს აქ რა. მე უკან საწა იყოს ის ხელი ერთი გამაგებული. უკან რო აღწახებული მე ზურგით არის შეყრიანებული კაცი მარჯვენა მხარზე ხვდება და ეს გაბალულია ეს ხელი. აი 100 წელი რო გავიდეს ამას ენას არ დანიშნავ. მარტოს ვერ დავტოვებ. მეუნები ხა რა. უკანა უკან კი ეხლა თვითონაც უკან არის აი აქ სახით არის. აი მარცხენა იდახში რომ მოხდეს გავიგეთო ცოტა გაწეული აქვს მაგრამ მარჯვენა მარცხენა როგორ მოხდეს კროჩონი იქიდან შემოატარო. აი ხარჯი ხდება მაგაში ეხა პენას არ დანიშნავენ. აი 200 წელი ზოგავიდეს გამოჩნები გეტყვით მიბჯენილი რა. აი მეტი რაღა კადრია ეხა აი მე ამაზე 12 განისხებული კაცი როა. არ აი მიბჯენილი ხელი არის. აი ნახეთ მიბჯენილი ხელი. აი აქ მოხდეს. არ არის პენალტი, იმიტომ რომ ტანზე. არ არის ეს პენალტი და არც დანიშნავენ ამაზე. როგორ არ გაუპროტესტებია? ამაზე არავის ხო არ ამოუღე გრიზმანმა და 12-ში იდგა და ხო არ ამოუღე. წავიდა კუთხურის მოსაზრებით. იმიტომ რომ ეგრევე პენალტი მიცი. გრიზმანზე დიდი გრიზმანები ნუ გავხდეთ. აი მიდი. კუთხური. ამის შემდეგ იყო კუთხური. ლაშა ეს თუ ნამოგიღოს და მერე არის აი ჯერ ეს ტუალეტის კაღალდები არ დატოვეს მადრიდში გადაყარეს ყველაფერი მოედანზე. აქედან წაიღეს მე. ხო. აჰა. მე მგონი ის უფრო პენალტი აი არ გეწენოთ რა. კაია. უბრალოდ ხო აქ ვარი ჩაერთო და დაინიშნა პენალტი, რასაც მე ვეთანხმები. მიუხედავად იმისა, რომ ასხლეთ აქაც იყო და ბურთი კარში არ მიდიოდა. არ როგორ არის გაშლილი ხელია. როგორ ეხა ლევან კარგი, მაოცებ ეხა. ო, აი ეს. სადღაც სხვაგან ამეთი გააჩერა ხელია და სხვაგან ვის გააჩერა და ამის ალაფში ისროლანდა მეტი ახლა რა უნდა გაგეცები ახლა ხო და იმიტომ არ გააპროტესტეს ის წინა მომენტი ეს არის 30 წამში მოხდა თორე იმაზე არ ტყდებოდა არ არაფერი არ იყო იქ
მაშინ იცოდნენ რომ ეს მოხდებოდა. არა, კუთხურის მერე ხო არის რაღაც პაუზა ველოდები რომ იქ უყურებენ რაღაცა. ამასაც არ ნიშნავდა. ამასაც არ ნიშნავდა. ესენი ახლა თავშხელებიზე წაიშли. უძახეს დაანიშნი, ხო, დაანიშნიეს და მართალიც იყო. ავი შევიდა 3 მეტრიდან კარში და მეკარე მომეწონა, საერთოდ ხელში მოხდა. არაფერი ამოყვა. და რამხელა თათბირი აი ჩავიდა. ამ ერთ რამხელა თათბირი ჩაუტარა და საერთოდ არ განდრეულა მეკარე. ასკლეტავს ფეხიდან აკაც იყო სხვათა შორის. აი იყო ხო, ხო, მაგრამ პენალტი მაინც არის, იმიტომ რომ ძალიან გაშლილია ის ხელი და ეპიზოდზე გავლენა აქვს. კიდე ერთი ეპიზოდი აქვს. ეს ჭიალი იქნება. დანიშნული და მერე გაუქმებული. ეს ჭიალი. ვილების ჭიალი და კბილების გრაჭუნით. ჩვენმა მემონტაჟემ დაადოს. ხო. და მომენტი ნახოთ კონტაქტი იყო თუ არა. ამ შემთხვევაში დანიშნა, ხო, ამაზე მეორე საუბარია. რაკურსები არ არის კარგი, მე მგონია ცუდი რაკურსები აჩვენეს ეს საჭს. პენალტი არ მგონია და საჭს აჩვენეს ძალიან ცუდი. 99% მითხრა რომ არისო და მე მგონია რომ არ არის. რა, ეს რა არის ხა? ეს ახლა აქ ნუაჩერებ. აბა სად გავაჩერებ? დადოს ფეხი, დადო, ბურთი დადო იმაზე მიწაზე. რანაირად ეხა მე როგორ ფეხი მიწაზე დებს, ფეხში არ ადებს. რას არ ადებ ჯერ მე მგონი სანამ კონტაქტი არის. სანამ მიწაზე იყო? დადებ და არის ხო მაგას ვიძახი, მიწაზე დებს ფეხს. აი მე ეხლა იცი რა, ის ილუზია არის იმის რა ქვია. აი ეს არის აი ეს არის, არ იმიტომ არა რომ მიარტყა ფეხი. არა რა მიარტყა, სად მიარტყა, დადო ძირს და სანამ ძირს დადო მანამდე მიარტყა. აი რა, დააბიჯა ფეხი შეხედე. აბა რა ქნა ლეონ კარგი ხა რა ის დაბლა როდებს ეხა ფეხზე კონტაქტი რო იმას მე მოიცედი, ფეხი- თავიდან ხო ფეხზეა თითები ყველა მხარეს აქვს ფეხი და კაც როგორ დავდე წინა თითები და ეს გვერდზე დებს და ჯერ წვიში ოთხივე მხარეს თითები ეს ამოშევი ესე გონია კაცო. წვიში შლოპად მეკათიტი რო აა ზარღვევა არის და ამაზე რა იყო ანუ როგორ გაიჩინე ხა ექსპერტებიც ჩაერთენ ანუ ვარის ქმედება არ იყო ვარ აუცილებელი მოუთხე რომ არ არის არ იყო აუცილებელი დაძახი რა. დანიშნ ხო ანუ ეს არ იყო ისეთი შავი და თეთრით დაუშვათ გადაწყვეტილება რომ კატეგორიულად არ დაეთანხმოს საჯის გადაწყვეტილებას ხვდებით ანუ ესე მიდიან ვარის პროტოკოლი ხო რა არის რომ შენ თუ კატეგორიულად არ ეთანხმები მაშინ დაუძახე ეს ხო მაგრამ ეს ესეთი ეპიზოდი ეს არა თავისუფლად მიაქვს იმას ის ფეხი ისე იქ უდევს ვარს უნდა ეთქვა რომ ეს პენალტი იმას ვარი არ დაბიჯებული უნდა ქონდა ჩარეული. ეს პენალტი დაიწყო. ხო აწევდა არა არაწია დააწვა ფეხი. როგორ გამოაცლიდა ესე რა ეხლა რა გამოაცლი და იმის ხო, ჩააჭედა, არ დააჭედა კონტაქტში ჩაჭედება არ არის ისე კაცობით რომ ბალანსზე არა დაგაჭედა მე მგონი შეეხო. პენალტია აბა რა მე რაც მიარტყა რა პატარ გოგიში ახლა არსენალის შეჯერობით მოკლედ ეს ვარი მე არ უნდა მარტო აფსაიდებზე მე მგონი ავტომატურზე აქ იყო ექსპერტების აზრი ვარმა რატო დაინახა აი ეგა ჩემი აზრით მაგასა გუშინ იყო საჭიროება არის სულ ამერიკანაზე ხო საოცარი მომენტი შენ ის არა გაქვს ხო რომელი გაუცემლთა პენალტს არ ყავიებდნენ კი არა პალერმოს ის შედეგი გაიმეორა სამი გოლი რო გააფიჩა სამი პენალტი გააქვს არა სამჯერ დაარტყა პენალტი ერთი სამი პენალტი ყო როგორ იცი იმან ხო თამაშის სხვა მომენტებში იყო ეს დაინიშნა პენალტი და თავი დაარტყა აუღო მეკარემ ესო გაინძრაო მეკარეო მეკარე გაინძრაო დაარტყა კიდე აუღო არა კიდე გაინძრაო მესამე დაარტყა და მაინც აუღო შენ ბოლოს ვით გადამოვა შენ გამოწერილი ქონა სტადიონი რო იყო ჟურნალი გახსოვს რო გააგდებს და ააცილებს ხო ამაზე კიდე ვარს რა დაბრალდა რომ როცა ესეთ ეპიზოდში მასპინძელი ხა ყველა ხვდება რომ როცა რაღაცა არბიტრმა გადაწყვეტილება მიიღო დაუშვა და მე სანახავად უძახიან ყველა ხვდება რომ იქ რაღაც უნდა გადაითქვას ხო ამ შემთხვევაში ატლეტიკოს კარში დანიშნული პენალტი უნდა გაუგდრო გეძახიან ვარზე უნდა ესე იგი ვარი ფიქრობს რომ ეს პენალტი უნდა გაუგდეს და აღმოჩნდა მარცინიაკმა თქვა ერთხელ პარი სენ-ჟერმენი სელტიკის თამაში იყო ესეთი ეპიზოდი იყო დანიშნა პენალტი სწორი დაუძახეს ვარზე და მე გადათქვა და რატო გადათქვი ხა ამ ხელამ საჯი ხარ იქო და
წნეხის ქვეშ აღმოჩნდი, იმიტომ რომ კარგი ეგია. იცი რა, რო გეძახიან, მთელი სტადიონი უკვე ხვდება, რომ შენ უნდა გადათქვა. ეხლა და იქ იყო რომ სხვებმა სიმეონეს წნეხით გაგაკვირვებ შენ მარცინია კი ბეტერების ეხლა მარცინია კი ბეტერებით გარშემორტყმულ სტადიონებზე გაქვს ნამსაჯი. კი, არა მარტო. მაშინ ვარი არის. მაშინ ვარი გენახა ვარის ოთახში იქ რა. ხო, აი მოკლედ ესეა რა. არ იყო ეს პენალტი გასაუქმებელი. აი როგორც მაპზე უკეთესი მოგწეს, ვარზე უკეთესი იყო, მაშინ იქ დაგიძა, იქ ბეტერში განიხილებოდა. ვარის ოთახი იყო. ბრონირებული ავტომობილი. BMW-ში იყო ვარის ოთახი. კი ბატონო. ეგ იყო სულ? კარგი ბატონო. კი ბატონო, მაშინ დიდი მადლობა უთხრა სტუმრებს და დღეს ამით დავამთავროთ, დავველოდოთ საპასუხო შეხვედრებს და მე ამავე სტუდიაში იმედი ვიქონიოთ, რომ კიდევ უფრო კარგ ხასიათზე ვიქნებით. მადლობა თქვენ რომ გვესტუმრეთ, კარგი მადლობა.